რა დღეა დღეს? ოთხშაბათი ჯავმატონ. არა მაქვს სპექტაკლის სამაგიეროდ მაქვს იდეა. იდეა, რომელიც არაჩვეულებრივ ადამიანთა საუბარს შეეხება. ესე იგი, დღეს ყავს ძალიან საინტერესო სტუმარი, როგორც ყოველთვის. იდეების мама. ძალიან შემოქმედებითი და, რავი, საქართველოს 3D წიგნი შენს გარდა გაუკეთებია ვინმე ეს? გონი არა. აქაური იდეით, აქაური კონსტრუქციით, ხო, გონი არა. მაშინ იდეების мама, ქართული 3D წიგნების мама და უბრალოდ კარგი мама და უბრალოდ კარგი კაცი კოტე იმატველიძეა დღეს მამების დროს სტუმარი. კაი, გამარჯობა და მადლობა, ბუნებრივია რომ დავთანხმდით. ირიქით მაქვს პატივი ვიღო ნაწილეობა ბატონო. ძალიან ბევრს ნიშნავს ჩვენთვის ეს გადაცემა და ყველაზე მთავარზე საუბარი ჩემოვლადო შვილებზე, ოჯახზე, ბავშვობაზე და ამას ვაპირებთ დღესაც ბუნებრივია როგორც ყოველთვის. რითაც დავიწყეთ, რომ იდეა მართლა იდეით დაიწყო ეს გადაცემაც, რომ მე და მიშოს ერთად დავსხდაროთ და გვილაპარაკია, რომ აი იცი რა ჩემ შვილს ეს პრობლემა აქვს, იცი რა ეს როგორ მოვაგო, რომ აი მე ასე ვარ ჩართული და გადავწყვეტეთ, რომ ეს იდეა, რაზეც ერთმანეთს ვლაპარაკობდით, ცოტა საჯაროდ გამოგვეტანა, საინტერესო ადამიანებთან ერთად გვესაუბრა ამ იდეის შესახებ და საბოლოოდ მივედით მამების დრომდე. აუ ეხლა შენობაში შემოვედით, იქ გამოკრული იყო იაკობ გოგებაშვილის ციტატა თვალში მოხვდა ერს და ხალხს ისე არაფერი ანადგურებს როგორც უვიცობაო და აი ეს უვიცობისკენ ცოტა ისეთი ჩანს გზები ძალიან ფართოდ არის ეს უვიცობისკენ გზები გახსნილი თუ არ ვიცი როგორ უნდა ვთქვა და ყველაზე მეტად ის მანერიულებს რომ ჩვენი შვილები არ დადგნენ ამ გზაზე რა. მიშო სანამ გადავალთ უშუალოდ კითხვებზე, მოდი ჩვენი მეგობრები კარგ სტუმართან ერთად კარგი მეგობრები ვიყავს. ესე იგი, სუთი ფაუერია ჩვენი მეგობარი, ჩურჩხელა ძაფის გარეშე. ვა, მაგარია. ძალიან მაგარია და ბროწეულის ჩურჩხელა. იდეაა, კი, ბროწეულის ჩურჩხელა როგორი იდეაა და შოკოლადის ჩურჩხელა. ვა, მაგარია. ნუ სტანდარტული ყურძნის ჩურჩხელაც, რა თქმა უნდა, ეს არის პატარა კუბიკები, პაკეტებში იყიდება. ბევრგან არის უკვე დიდ ქსელურ მარკეტებში, ძალიან გემრიელია და რაც თავარია არის 100% ნატურალური. ტრადიციული ქართული ჩურჩხელისგან მხოლოდ ვიზუალური მხარე განასხვავებს, მეტი არაფერი. კი ბატონო, კი ბატონო. კიდევ იმყავს არაჩვეულებრივი მეგობარი. გურჯაანის ნაყინი, ზაფხულს რო უხდება და ჩემთვის ყველაზე გემრიელი ნაყინი. და მესამე ერთ-ერთი საყვარელი მეგობარი ჩვენი არის საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაცია, ქართული ექიმები, რომლებიც ჩვენ ხო გვიდგანან გვერდში და რაც თავარი ქართულ სპორტსმენებს თავისი რეაბილიტოლოგები, ფსიქოლოგები და ის ადამიანები, რომლებიც ყველანაირ დახმარებას უწევენ, რომ ის შედეგები მიიღონ ქართულმა სპორტსმენებმა, რომელიც აქვს და რომელიც გვახარებს. მადლობა კიდევ ერთხელ ჩვენ მეგობრებს და მადლობა კიდევ ერთხელ სტუმარს და ბევრ მადლობას ვიტყვით კიდევ. კი ბატონო და გონი რაც დავიწყოთ ჩვენ ვლაპარაკობთ და ის სტუმართან რაც გადავიდეთ. მარტივი კითხვით დავიწყოთ. როგორ მოგწონს ჩვენი გადაცემის იდეა? ძალიან მაგარი იდეაა, იმიტომ რომ იდეა რომელიც სხვა იდეებს ბადებს, მარტო იდეა არა, ესეთი იდეა, მსხმოიარე იდეა, მოკლედ სხვა იდეებსაც ისხავს და დაუსრულებელია. ანუ ეგეთი იდეები უფრო კარგი იდეებია. ამაშია საქმე. არა. ბევრი ვიფიქრეთ, ბევრი ვინერვიულეთ და თავარი ის არის, რომ არ გავჩერდით ლადო. მე მგონი ეგ არის. მოძრაობა ჩემო თერგულით როგორ არის. და სხვათა შორის ცოტა ესეც რო ვთქვათ, მართლა ძალიან დიდ საქმეს აკეთებ, ძალიან დიდ საკითხს აწევს, რასაც სხვა შედა ვერ აწევდეს. მაგალითად, აი ეს პრობლემები, რასაც საუბრობდით რა, რაღაცეებს სკოლა ვერ გაართმევს თავს, რაღაცეებში უნდა ჩაერთონ და უფრო მეტად მაქვია მშობლებიც რა, მათ შორის მამებიც. ხო და ასე რომ მაგ თემაზე ხშირად საუბარი, ვიდრე არ დაილექება, ხო იცი, მანამდე არ გამოდის, აუცილებელია. აი, მოდი მაშინ ესე რომ წავიდეთ. ყველაზე დიდ გამოწვევას, პრობლემას ეხა გამოწვევა და არ ხოს, მოდი გინა პრობლემა იყოს, გინა გამოწვევა. რას ხედავთ ოჯახში? მამაშვილების ურთიერთობის დავიწყოთ ამ შემთხვევაში. ყველაზე დიდი პრობლემა თქვენთვის რა არის? არა გუნდურობას. ზოგს გონია ხოლმე ძალიან ტექნიკური ტერმინი ოჯახი, გუნდურობა, საერთოდ რა ტექნიკური ტერმინი, ძალიან თბილი ტერმინია გუნდურობა, რა ვიცი ჩემთვის, ხო? იმიტომ რომ ასოცირდება ძალიან კარგ რამეებთან, ძალიან კომფორტულ ამბებთან, ხო და როცა გუნდურობა შემოდის, იქ შემოდის როლების გადანაწილება სათანადოდ, რაღაცა პასუხისმგებლობა თანაბარი, ერთმანეთის მიხმარება, მოხმარება, რაღაცეები ხო, რჩევა, ხან ეს გააკეთეს მეც ხან ის კონსულტაცია, რჩევები, ექსპერიმენტები, გუნდურობა უნდა, ზოგს გონია გუნდურობა სამსახურში ხდება მარტო და კაცო ოჯახშიც ხდება რა.
იქ პასუხისმგებლობის გადანაწილება მიჩვევა პატარ-პატარა პასუხისმგებლობას აჩვევა, ხო, როგორც ასე ქვია, ვაქცინაციის დროს მე უკვე მართლა პასუხისმგებლობა რო აქვს, აღარ ისტრესება, იმიტომ რომ გამოუცდია პატარ-პატარა თქვა, პასუხისმგებლობა აქვს, რომ თქვა ჩემი მეორე შვილი რო დაიბადა, ხარება მარიამი უფროსი იყო და მარიამს უთხრით რომ მოდი შენ ახლა ჩაიბარე ეს რაღაცები, რაც იყო, თქვა, სწორი ხო, წმენდები, პამპერსები რაღაცები და ეს შენ ქონს და მათემატიკა უყვარს და უყვარდა და დათვალე აბა რამდენი დარჩა თუ საყიდელი იქნება შეგვახსენე და გადაირი ამ ამპლუაზე რომ ამ ბავში იყო ჩართული მარაკაში გარეული და პროცესი იყო მოკლედ რა ხო ხო და მე მგონია ეგაა დეფიციტი სამსახურებშიც მაგრამ ოჯახებშიც გუნდურობა ძალიან მოუხდა ეს სიტყვა ოჯახს და არასოდეს მიფიქრია მე გეთახმები არც მიფიქრია ხო მარტო სამსახურიდან სპორტი გუნდურობა მაგრამ მე მგონი თავი ოჯახშია გუნდურობა ხო მეც სამსახურში ხშირად მithქვამს გვითქვამს და გამიგია რომ აი გუნდურობა ძალიან უხდება საქმეს სპორტში ხო რა თქმა უნდა და აი ოჯახის ოჯახშიც ხო არის საქმეები ხო და არ მიფიქრია ოჯახში რო საქმე მართალი ხალხი ძალიან მოუხდა თან ის რაც არის ხომ ყველაზე მეტი ხელი შემშლელი რაც არის როგონია რომ ასაკით პატარა შენზე ნაკლებად ჭკვიანია აი მან დრო ცდება ნახევარზე მეტი უმრავლესობა პროფესორად ხო მაგას კარგად ანეიტრალებს ეს გუნდურობა იმიტომ რომ დიდი რო ხარ არ ნიშნავს რომ არ უნდა გამიზიარო თუ რამე საკითხი აქვს იქნება მე მაგარ რამეს გეუბნები და ძალიან მაგარს გეტყვი თუ ბავშვი ვარ თუ კარგად მისმენ ძალიან მაგარ რამეს გეტყვი პრობლემა მოსმენაშია და არა იმაში ხო იმას ხო და ასე რომ ქონია შემთხვევები როცა ბავშვები მისულან და უთქვათ რომ აბა ეხლა მითხარი სამსახურში რა ხდება და შენ მაგას ვერ გაიგებ მარტივად მითხარი და აღმოჩნდა მარტივად თქვა არ შეუძლია და ნუ მისი პრობლემაა ანუ თვითონ კარგად გააზრებული არა აქ პრობლემა მამამის მოკლედ და ვერ ეუბნება მარტივად და ეგ ხო ცნობილი ამბავია რომ თუ მარტივად ვერ აყალიბებ ცდილობ შენც არის კარგად პრინციპი რაში მდგომარეობს პრობლემის ხო და ასე რომ გუნდურობა კაია მე და ჩემ შვილს გქონდა ხოლმე მე და ნენეს უფროს ასეთი თამაში 1-2 თვე თამაშობდით მე დავიღალი ნენე არა რომ შენი დღეობანა დავარქვით და ძილის წინ მე ვუყვებოდი ჩემ დღეს რას ვაკეთებდი სამსახურში რა ხდებოდა როგორ ის მიყვებოდა თავის დღეს ერთი სული ქონდა როდის მოვიდოდა ძილის დრო რომ უნდა მომეყოლა რა ვაკეთე სამსახურში შენ დანებდი ბას დაიღალე დავიღალე ძალიან უყვართ ბავშვებს როცა ელაპარაკები, აი ძალიან უყვართ რა. რაც არ და სისულელე ელაპარაკო უყვართ. კი, შენ წარმოვიდგინე, თავარი გასართობი ახლა უმეტესობაში ხო მობილური ტელეფონია ან კომპიუტერი ან რაღაც ეგეთი. როგორც კი ვიწყებ რაღაცას და ვილაპარაკო, წამოწვეთ. ურთიერთობა ისე უყვართ, რომ იმ ტელეფონსაც სიამოვნებით აგდებენ ხოლმე. უბრალოდ სამსახურიდან დაღლილები რომ მივდივართ, როგორც წესი გვირჩევნია წამოწვეთ და ჩვენს ტელეფონი დავიჭიროთ. ხო. წარმოიდგინე იმის საკურსი რა სახში რო ხარ სულ და შენ ხარ ფანჯარა გარესამყაროსთან ხო და კითხავს აბა იზრავს აბა ჩემი შვილების მაგალითად აი სულ რაღაც ისულელიც რო მოუყვე სიამოვნებით მოგისმენენ დაჯდებიან ჩემი ძებრი არიან ზუსტად ხო თან კიდე ის არის ტელეფონი აი საინტერესო რაღაც ახსენე ტელეფონს რო გამორთავს და შენ რო გისმენს მან რაღაც საინტერესო ნიუანსი ალბათ ის რომ შენ მაინც ნახჭიყვები რაღაცებს, აი ემოციური პროდუქტი მოგაქვს უფრო რა, იმიტომ რომ შენი ემოციები ტყვები, თან შენთან ემოციური კავშირი მეტი აქვს და იქ ვიზუალი მეტია ტელეფონში, მაგრამ შენთან ემოციებია მეტი უფრო რა, ეტყობა მაგიტო ურჩევნია რომ გამორთოს და შენ მოგისმინოს. გააჩნია კიდე რას უყვები ხო? შენს თუ კაი შინაარსიც ხო, მოყოლა კარგი იცის მიშოთ. აი ეხლა ცუდი თემა უნდა გავიხსენო, მაგრამ ის კოვიდის პერიოდი აი მაშინ იყო მე მგონი ყველა რო ოჯახში იყო და ყველა რაღაც სასაცილო ვიდეოებს რო იღებდა და რაღაცეებს იგონებდა და როგორც კი დამთავრდა კორონა მე მგონი ისევ რაღაცნაირად დავშორდით შვილებს. გარდა თურმე შესაძლებელი ყოფილა. შესაძლებელი არის კი. და ძალიან მაგარი ხალისი იყო ხოლმე. სახში ხარ სხვა რა უნდა აკეთო ეს ტელეფონიც. კოტე, ასეთი არაჩვეულებრივი წიგნი გაქვს, როგორ მოვიფიქროთ იდეა. ხო და აი ასეთი კითხავდა და ის როგორ მოვიფიქროთ იდეა. აი ბავშვებს როგორ ვასწავლოთ იდეის მოფიქრება და აი ჩაჭერა იდეის. აი ვის და ბავშვებს არ ჭირდებათ, ერთ-ერთი ჭირდებათ იმის ცოდნა ხოლმე ყველაზე მეტად რაც გამოყოფდი რა რითი არ უნდა დაემსგავსონ დიდებს, რომ შეინარჩუნონ ის კრეატიულობა რაც აქვთ და რამ არ უნდა შეუშალოს ხელი, მაგალითად შეცდომის შიშმა.
ხო, იმიტომ რომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, რაც უშლის ხელს ამ idეების ეშინია ჩესნობის დაშვების, ამას მე სკოლაც უმატებს ხოლმე ამ შიშებს, ხან-ხან სახშიც უმატებენ ამ შიშებს. მეორე არის ხოლმე რაღაც აი ვალდებულება, რომ გონიათ, რომ ბევრი მითის გამო გონიათ ხოლმე, რომ პირველივე ჯერზე უნდა მოიფიქრონ იდეა და თუ ვერ მოიფიქრებენ, მე თვით შეფასება ცოტა ისე აქვს. ამიტომ მანდ უნდა იყო მოწოდების სიმაღლეზე, რომ უნდა უთხრა, რომ მეც ეგრევა, შეიძლება მოიფიქრო მერვე ჯერზე, კაცო, მე რა მოხდა? არ ხარ ვალდებული რომ მოიფიქრო პირველივე ჯერზე. თან შენ ახარ, მე ვარ გააჩნია, როგორ ხასიათზე ხარ, მუსიკას უსმენ, ძაღლს ასაინებ და ესე ფიქრობ, შენ უპოვე შენ გონებას, როგორ როდის ფიქრობს კომფორტულად ხო და ბავშვებს ჭირდებათ მარტო რა იცი თავდაჯერებულები იყვნენ რაც აქვთ აი ეს ბუნება ხო იცი გონიათ რომ ის უფრო ნაკლებია და ჩვენი ბუნება უფრო მეტია და ჩვენც არ ვაკლებთ ხოლმე თვით შეფასების დაწევის მცდელობებს რა ხო და რომ ეტყვი რომ აი არიან დიდები რომლებიც ყველაფერს აკეთებენ რომ ბავშვები ვითიფიქრონ და ამაში ძალიან ბევრ ფულს უხდია დიდი ბიძიები და იდეები და კომპანიები ხო მე იცი ხალისთ აკეთებენ ხოლმე ამას და მე რა თქმა უნდა არის უკვე გავარჯიშება კიდე არის ხოლმე აი ოჯახებში ვასწავლიან რომ პირველი უნდა იყო არავინ გაჯობოს და რაღაცები აი ამ საშინელების გავლენის ქვეშ არიან ხოლმე და ცდილობენ ხოლმე რომ ხანდახან არის ხოლმე ეგეთი ის რომ აი თავისი იდეა გაიყვანონ და რეონები აქაც გუნდურობაზე თავარია გუნდის იდეა იყოს და ვის სახელი მიეწერება ყველა სახელი დავწეროთ კაცო გვაქვს ადგილი რა პრობლემაა ხო რაღაც ხო და აი მარტო აქ არის ხოლმე პრობლემა რომ დიდებმა რაც დაახვედრეს ეს უაზრო ხანდახან წესები და შეზღუდვები ამისგან რაღაცნაირად დაიცვა ამათი განვითარება რომ აი შეინარჩუნოს ეს ბუნება მართლა მასია დიდები ყველაფერს აკეთებენ რომ გაიხსენონ ასაკეთებდნენ ბავშვობაში ტრენინგებზე მაგას აკეთებენ და რომ მოდიან რა ვიცი ხან-ხან აი პირველ კურსის სტუდენტებს ჭირდებათ ხოლმე 2-3 კვირა რომ უბრალოდ გაიხსნან და ლაღად ისაუბრონ ძალიან დიდი პროცენტია ესეთი რა იმიტომ რომ იქ ვიღაცამ მასწავლეს რომ რამე რო თქვა და მე რო დაგცინონ რაღაცა ესეთი სუერლობა რო თქვა და მე რო თქვა გაიშარონ და რაღაცა ხო და შეცდომა ხო აი რაღაცა იარლიყი რო ქონდეს რომ ეს ხო სისულელებს იძახის და მეუბნები კრეატივის ამბებში ხარ აქ სისულელე არ არსებობს რა აბსურდს ვერ იტყვი ისეთი კაი ხალხი გისმენთ რომ ყველაფერს მივიყვანთ იდეა მე ხო და აი ამისგან რომ დავიცვათ პატარები რომ განვითარდნენ თავისუფლად ლაღად იმიტომ რომ მართლა ეგეთი გონება ავითარებს ყველაფერს მე რა ლაღი თავისუფალი დაშვებას ვაკეთებს მარტივად რა მოხდა რომ ეს იყოს ესე ის იყოს ისე და ჩურჩხელის იყო ჩაატაროს ექსპერიმენტები, ხან შოკოლადის ჩურჩხელა გამოვაკავი, ხან შეიძლება გამოვიდეს, რა ვიცი, რაღაცა ტყემის ან ვაშლის, ხო? პროცედურის რომელზეც გიждდები. ხო, თუ არ ცადე ვერ გაიგებ რა. შიშს მე მგონი შვილებს ვასწავლით მშობლები რა. არ იციან ბავშვი მე ეჭვება და თანდაყოლილი შიში არსებობდეს. აი ამ ასაკში დღემდე მაქვს შეცდომის შიში და რამდენჯერ ყოფილა რომ ლადო დამიცაცხანებს ხოლმე რომ აი მოგაახურე საქმეო რა. არ შეიძლება ეს. ძალიან მარტივი სავარჯიშო მოვიფიქრე მაგისთვის ადრე. აი მაგალითად მითხარი კომპანია შეცდომა რო არსებობდეს რა და ეგეთი ისა აქვს რა ქვია ბრენდის ფილოსოფია რომ ყველაფერს აკეთებს შეცდომით. ეს აუცილებელიც კი არა. ხო და აი რო აწარმოო ველოსიპედი, როგორ ველოსიპედს აწარმოებდა კომპანია შეცდომა. ოღონდ ჩოვლებრივი რგვალობრივი პრობლებიანი და რაღაც ეგეთი არ უნდა თქვა. უნდა თქვა აუცილებლად შეცდომით. და ეს უდრის სწორ პასუხს. სამკუთხედი რო ქონდე. სამკუთხედი პრობლემები? ხო და თავიდან იძახიან ხოლმე ანუ რო თქვა ის არის არ ჩამეთვლება პირიქით მეუთხარი სწორია თუ იტყვის სწორი და მე უკვე იხსნებიან ხოლმე და მე გადადიან უკვე ისეთ იდეებზე. ეხლა ვერ შეგიძლია განახორციელო რა სასწაულებს ამბობენ. და იცი რა აქვს კიდე რო ვეუბნები რომ აუ მიწერე იმ კომპანიას არ გინდა აი დაისვი შენი მშობელი ერთად ჩამოვყალიბეთ წელი მეც მოგეხმარებით და შესთავაზე ეს იდეა და ეგეთი მაგარი რო იყოს ახლა ის თვითონ ის კომპანია ვერ გააკეთებდა ვერა ვეუბნები იქ უინტერესო ხალხი ზის და თათბირზე რაღაცა არა და რეალურად უინტერესო მაგალითი რომ ესეთი რაღაცა ვიღაც მომფიქრდა და ვიღაც ერთ-ერთ კომპანიას მიწერა და ძალიან ბევრი მაგალითია ოღონდ უფრო მეტად განვითარებულ ქვეყნებში რა როცა ბავშვის მეილს რომელიც მიუხედავად იმისა რომ აბდაუდად მიწერილი იყო ძალიან სერიოზულად ჩაუსხდნენ და ძალიან მაგრად იხეირა იმ კომპანიამაც და იმ ავტორმაც იმ ბავშვმაც და იმის მშობელმაც კი ერთ-ერთი ძალიან მაგარი იყო ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ისტორია ლეგოს მიწერა ვიღაც ბავშვმა
Star Wars-ის პაკეტი მიყიდა მამაჩემმა, ხო, გამარჯობა და აი ხაზი არ ქონდა თხრობის ხაზი, აი გამარჯობა რაღაცა მამაჩემმა მიყიდა Star Wars-ის Lego-s პაკეტი და კი მითხრა რომ არ წამოიღო, მაგრამ მე მაინც წავიღეო და Jedi-ის ფიგურა დამეკარგაო და იქნება ფიგურა გავამიგზავნო. თუმცა მივხვდი რაც მოხდა რა, ცოტა ავდაო და წელი იყო ძალიან პატარა ბავშვი წერა თავისით რა, ესე აკრეფილი ის იყო და Lego-s პასუხი იყო აი რაღაც სასწაული. ჯერ ოთხეს რომ ძალიან გვიხარიაო რომ ეს წერილი მივიღეთ შენგანო, ძალიან გაგვიხარდა ყველასო. მეორე მხრივო ინტერნეტიო, ესეთი ადგილიაო რომ ინტერნეტშიო შენი სახელი და მეილი უკვე ძალიან დიდი ინფორმაციაა და შემდეგზე მოგწერეო მშობელთან ერთად უფრო გაგვიხარდებაო, მასე თუ მოგწერო, ან მარტო აღარ მოგწერეო. ოღონდ გაგვიხარიაო რომ მოგწერო კაცო, ხო და შენ ამბავზეო მოვიწვიეთ თათბირიო და ჯედაი ესწრებოდა ამ თათბირსო. ხა და ბოლო სიტყვა ესეთი თქვა რომ ამ ამბავშიო პრობლემას იმას კი არ ვხედავ რომ ჩემი ფიგურა დაკარგაო. პრობლემა ის არისო რომ მამას არ დაუჯერაო და ის ფიგურა მაინც წაიღო და თუ შემდეგში მამას დაუჯერებსო, თლიან Star Wars-ის პაკეტს ახლა უგზავნიო. ხო და მამამისის კომენტარი იყო რომ ცხოვრებაში Lego-s მაღაზიის გარდა საჩუქარს ასად აღარ ვიყიდი ხო, მარტო თუ დამჭირდება ვიყიდი Lego-ში, იმიტომ რომ იმის გულიც მოიგეს წარმოედგინე და ბავშვი რა ბედნიერი იქნება და წარმოიდგინე. ხო და ჩვენთან ვინ გიპასუხებს რა. მარტი მაგალითს გეტყოდე, ჩვენი გადაცემის სპონსორიც მოგვიძებნია ხოლმე და მიგვიწერია ძალიან ბევრი კომპანიის ოფიციალური მეილი რაც წერიათ. 99% თან ტექსტში სპეციალურად ვაწერო, გთხოვთ დამიდასტუროთ წერილის მიღება. 99% პასუხს არ გწერს. ერთ-ერთ კომპანიას, ლუდის კომპანია იყო და მიუხედავად იმისა, რომ ლუდზე ვგიჟდები, დავიფიცე რომ იმ ლუდს არ ვიყიდი, არასოდეს. მაქსიმუმ 24 საათში ჩვენი გუნდი დაგიბრუნებს პასუხს. მისასალმებელი ტექსტა და აქ ეს ბუნებრივი არა ის 24 საათი ერთი კვირის წინ მიწერე რომ მეთქი კაცობრიობა დღემდე დაობს ბიბლიური ერთი წუთი რამდენია და თქვენი 24 საათი ქრონიკული თქო აგარიშო აი დიდი ბოდიშო აიო გადაუგზავნეთო და 24 საათი არა ეხლა გადაუგზავნეთო კიდე 24 საათში დაგიბრუნებთო კიდე არ მოუწერია და მიწერე რომ მეთქი კომუნიკაცია არ იცით აიო დიდი ბოდიშო ვერ გადავეცითო რაღაც საბდაუგდა რა არ შეიძლება შემოკარგებო რო გიწერიათ მეილი ელემენტარულად პასუხი და დაუბრუნოთ თუნდაც ცუდი მაგრამ დაუბრუნოთ უყურადღებობა ჯობია ცუდი პასუხი ერეკლე მეფე აბრუნებდა 2 დღეში წერილ პასუხს მართლა ვიძახი აი არის მაგის საერთოდ ისტორიკოსებმა ჩემს კარგად იციან თქვათ აი 11 იანვარს მიწერილია ვიღაც წერს რომ წაკითხული მაქვს რომ მეო იმის ხმა აღარ ვარო ხო და ისო მაინც მომივარდაო და რაღაც როხას მართმევსო და მეო აღარ ვარო მაგის ხმაო და ვეღარ გაიგო ანუ რაღაცა ის იყო მოკლედ და გავგებრობა და 13-ში წერს ერეკლე პასუხი 2 დღეში კაცო წერს რომ მანდ მივარდნებს არა თუ რამე გინდა სამართალში თქვი ეუნება მანდ არ მომიყვანო რა მე აცქვია მივარდი და ვიღაცას არ ხო და 2 დღეში მივიდა პასუხი ერეკლეს დროს წარმოიდგინე და დაждე და ესე მიწერო რა წერილი უბრალოდ ძალიან მარტივია ძალიან შაბლონი უნდა მაინც გექნება გამზადებული მაგრამ ალბათ დადგება ჩვენ ქვეყანაში დაკავებულები არა ჩვენ ქვეყანაში რთული კითხვა გაუგზავნე და გაიხილავ დადგება ის დრო ჩვენ ქვეყანაშიც რომ ვიღაც ახლობლები და ისინი არ უნდა გამოძებნო რომ ვიღაცას ხმა მიაწვდინო რა ჯერჯერობით ისევ ეგრეა და კიდე რა მინდოდა ხა ლეგო რო ახსენეთ ძირითადად ევროპაში მედალადო მეუღლებით ერთად დავდივართ ხოლმე და ერთ-ერთი პირველი რასაც ვეძებთ არის ხოლმე ლეგოს მაღაზია იმიტომ რომ ორივე შვილები გიждდებიან უბრალოდ აქ ვერ ვყიდულობთ ისეთი საშინელი ფასები აქვს რა იქიდან მოგვაქვს ხოლმე ლეგო მიშო ერთხელ მახსოვს შენ ფაზლის გაკეთება გინდოდა და რომელღაცა ცნობილ კომპანიას რავენსბურგერმა მიპასუხა რამდენიმე წუთში კი ქართული ფაზლი მინდოდა დღემდე მოხს ეგოცნება თქო სტანდარტული არა ყველა ერთნაირი ის როა დეტალი ყველაზე მაგარია პაზლებში გერმანული რავენსბურგერი რაღაცეები მივწერე უბრალოდ მithres რომ სამწუხაროდ ვერ დაგეხმარებითო მაგრამ მადლობა რომ გამოჩნდეთ ჩვენ მოგწერა უკვე აი ეგ იყო კიდე რამ ხელა ბედნიერება რომ ამ ხერა კომპანია მიპასუხა თან მაშინ ასაკით ბევრად პატარა ვიყავი და ხო არ და ეგ რა კაი რამე გამახსენე კი ეგრე იყო კოტე სისულელის თქმის ეშინია თუ ეგეთი რაღაც თქვი მეც ძალიან ხშირად ჩემშნებია და მე ვიღაცა სხვას უთქვამს ის სისულელი რისაც მე შემშნებია მოწონება დაუმსახურებია და მიდი რა თქვი და მაგარი რო და მე მინერვიულია მე რატო ვარ მე დაუმსახურებია ემოცია ხოს და რა თქვი ზუსტად ხო და ძალიან მინერვიულია რამდენჯერ კი ცუდი იდეა არსებობს
არ არსებობს დაუმუშავებელი იდეა, იმიტომ რომ ჯერ გააჩნია რა გარემოში ამობიდია. ჩვენ ხო ყველგან ერთიანად არ ვლაპარაკობთ, ხო ეხლა რაღაც ოფიციალური თათბირი თუ არის, იქ რაღაცებს რა თქმა უნდა არ ვიტყვი, ხო და არც ქუჩაში ესე. სხვა შორის ერთხელ ქობულეთში მიყვებოდი ორ კაცს რაღაცაზე ტროტუარი ხო არის და მივდივარ და მე ვერ გადავეჩვიე ძალიან ცუდ რაღაცას რა, რომ აი თან ნერვები მეშლება, რო ხედავ ადამიანს იდეა ჭირდება, აი ექიმი ვითვა რა, აი არ შემიძლია რა, უნდა უთხრა, იმიტომ რომ აი ძალიან სიამოვნებს ეგ პროცესი, რომ აი ეს სულ ეს არის, ეს გინდა ჩემთვის არის, რა ვიცი, აი რაღაცა და რა ვიცი, შეირიგე, შენი იყოს რაღაცა და მე ვთქვი რომ ამეტი ჩურებს აღარა ვართ კოტე ეხლა რა ცოტა რაღაცა და რაზე მოვაყოლე. ქობულეთში მიდის ორი ადამიანი წინ და უკან მივყები ტროტუარზე მივდივართ რა, ესე და უბრალოდ მიწევს ამათ უკან სიარული რა, ხო და რაღაცა აღარ მახსოვს რაღაცა მარტივზე ლაპარაკობენ, ბიჭო მსჯელობენ და ამ მარტივ იდეას რამდენჯერ აუვარეს იცი გვერდი და აი ნერვები მეშლება რა, რომ რაღაცა მარტივს ვერ ხვდებიან, ესე აი მსჯელობაში აუვლიან, ჩაუვლიან რაღაცა ხო და აი მაშინ აბა ისე, აბა რაღაცა და წამოვეწია ორი ნაბიჯი და წამოვეწია და დიდი ბუდიში მეთქი, მესმოდა თქვა თქვენს უკან მოვდივარ მეთქი, აი ეს ბოლო 2 წუთია მეთქი, მესმოდა მეთქი და ესე როქნათ მეთქი რაღაც და გამოვხედე და მივხედავთ ბიძიკო ჩვენ მივხედავთ ბიჭო ისი მივხედავთ დაიტანჯეთ ორი კაცი ან რაღაცა ღმერთმა მე იყო და ღმერთო ნეტა დამეხმარო გამოგიგზავნა ღმერთმა კაცი და გითხრა იდეა და აი იცი როგორი კონტექსტი იყო რომ ხა შეღა გვაკლი ხარ ხო ხა მივხედავთ ლაპარაკოთ მივხედავთ ჩვენ რაღაცა გააგრძელეს და მე იმაზე ხო და ესია ხომ ხანდახან შეიძლება არ იმასაკნა რა აღარ გააჩნია რა გარემოში ამობ ამ იდეას რა ყველგან ვერ იტყვი ხო როცა სწორ ადგილას ამბობ იქ რა თქმა უნდა სისულელეს ვერ იტყვი და სისულელეს ვიძახით ხომ აი კარგი სტარტერია დაშვება ხა იქ სისულელეში ხო ვარჩები ფიქს ვიწყებ გიჟივით მაგრამ ვამთავრებ გენიოსით და გიჟივით კი ვაგრძელებ ფიქს იმიტომ ჭირდება რომ ალოგიკური რაღაც თქვა რაც სხვას არ მოუფიქრებია ისეთ ბილიკებზე ვიარო რომ იქ არავის არ გაუვლია და იქ ვიპოვი რაღაც განს და საბადოს რა ამ დაშვებას რო აკეთებ უცნაურს ეგ ნიშნავს რომ გზიდან გადაუხვიე და სხვა ბჯელობით მიდიხარ რა ამოთ მე იქ ხო არ დარჩები კაცო მოდიხარ მე იმას ალოგიკურებ ჩვეულებრივად რა სხვადასხვა ინოვატორში ეგ ნიუანსი არის ისეთი ბარათები შეიძლება ამოვიდეს რომ აბსოლუტურად ალოგიკური რაღაც უნდა გააკეთო აი გემრიელად ვერთობოდით ჩვენც მაგ თამაშით კი მე და ჩემი შვილი აი გიждდებოდით ისე კარგად თამაშობდით ხო ძალიან ვიხარია ბატონო ხო ჩემი შვილის კიდე დახმარებით ერთ-ერთი ბარემ კიდე მოგიყვებით ჩემ ერთ ამბავს ერთი პერიოდი უფროსი ვაჟი დაინტერესდა კოსმოსის ამბებით ხო და ამ კოსმოსის თამაში გავაკეთო თამაში რაღაცეები დიდ ფორმატზე დავხაზე თողონ არ გამოდის ნუ დავიტანჯე ისიც რაღაცებს მეუბნებოდა და ამ კოსმოსზე თამაშის ფიქრით მე მეგობარს მოუყევი ჩემსას და მე და ჩემი მეგობარი მივედით აზრამდე რომ გავაკეთებინა ქართული ზღაპრების მიხედვით რაღაც სამაგიდო თამაშები. პირველი ვცადეთ ნაცარქექია დავარქვით ზოგადად თელი ამ ამბავს ნაცარქექია დავარქვით პირველ თამაშსაც. მე გავაკეთეთ ვერმიცანა დავარქვით Facebook-ის ვყიდით და რაღაცები გამოგვივიდა, მაგრამ მე სამწუხაროდ ცოტა ხანი ახლა გაჩერებულები ვართ. ქართული ზღაპრების მიხედვით სამაგიდო თამაშების გაკეთების იდეა პრაქტიკულად იმ ჩემი შვილის რაღაც უცნაურმა გატაცებამ მოგწოდა. ძალიან მაგარი თამაშია, ნაცარქექიაც და ვერმიცანაც. ჩემი შვილები მაგრად ერთობიან, ნაცარქექია განსაკუთრებით ის მოწონთ რა, ერთ-ერთი დავალებაა, რომ ქათამივი თუ დაიკაკანო ცალფეხზე იხტუნო და ეგეთ დავალებებია და მური წაუსვი შუბლე თუ რაღაცა ეგეთ დავალებებია ეგეთ რაღაცის გაკეთება რომ შობელს უწევს ძალიან ხალისობენ რა თავად მუღამი იყო რომ შობლებთან ერთად უნდა ითამაშო. და სწავლე ქართულ ზღაპრებს სწავლობ. და ქართულ ზღაპრებს. სხვათა შორის პანდემიის დროს ეხლა ჩამოვიდა მე 10 თამაში მგონი უკვე დავიწყეთ ეს სამაგიდო თამაშები. ერთი რაღაცა სწავლის გონდა გარდა იმისა რომ სამაგიდო თამაშია და თითქოს ასოციაციების სწორი გვაქვს და რაც არის ეგ არის ერთი მაგიდის გარშემო გაერთიანა მთელი ოჯახი. რაც არის ძალიან ბევრთვის შეუსრულებელი მისია წლობით. ხო და თან პანდემიაც კი დაემთხვა, მაგრამ პანდემიამდეც ეგრე მაგრად აიტაცეს რა, იმიტომ რომ მე აი ძალიან მიყვარს ხოლმე ისე რო არიციან რომ ავტორი ხარ, ისე კითხვა, იმიტომ რომ ნაღდი გითხრას, სიმართლე გითხრას რა, ახლა ქებადარ იმის გამო ხო არ ეკითხები რომ შეგაქოს, ხო და აი მოგწონთ, აი რატო რაღაც ამბობ რომ თერი ოჯახის ხედავ და თამაშობ და ამათო დაუძახო, არც ადგილზე მოდიანო, ხდებიანო, არც იმაზე, ამათ ვერ შეკრებაო და ამაზე შეკრებაო, ამის გარშემო იკრიბებიანო და
ჟანდაბას მეც ვითამაშებ, ანუ აღმოჩნდა ადამიანი ოჯახის წევრი არის ზოგიერთი, რომელიც იმიტომ თამაშობს, რომ ოჯახის წევრთან ყოფნა უნდა მაგრამ რამიშო ხო თამაშობს? ხო თამაშობს. ოჯახის წევრთან ერთად ხოა. ხო, ანუ ეს არის რაღაც ინსტრუმენტია, რომ ამათან გაატაროს დრო და მე ხა იქაც თუ საინტერესო ამბები გადახდება ხო, თად კაი გამოცდილებას მიიღებს ხო ესეთია ხო და სხვა შორის ერთხელ ეგრე იყო დავით აღმაშენებელი გამოვიდა 3-დან რეკლამაში არ ჩამწება აღარ გამოდის ახლა ასე რა არა ისედაც თქვა თან არის პრობლემა არა ახლა უკვე აღარ გამოდის ეგრეში და რაღაც პოპაპი იყო გადაშლილი პირველი ეს მეფე ადგავდა გვირგვინს დავით აღმაშენებელს რა ეს ხო ტახტზე ხუთხევის პოპაპი იყო ხო და დიდუბეში დავინახე ვიღაც ქალი ყიდა ამას და მივედი და ეს 25 ლარი ხო ბევრია მეთქი და ღირს მეთქი ეს წიგნი მაშინ 25 ლარი და კიო კაცო და გადაშალა და ეს პოპაპი გდია გვერდზე ამძვრალია კაცო ეს ტახტრევანი მეფე გვირგვინი ესე დატყებებულია ძირს რა ხო და აი ხეს მოძრაობა როგორ მაგიცი შემიძლია 3 თუთებს ჩავაწევო რა უკვე ზეპირა და ღამე რო გამაღვიძვა ვერ დავკეცავ და ამას ავაწყობ რა და უი ეს დავარდნილა მეთქი კაცო და ეს წამოვწია და ვაწევი და გაუში მაგას ხელი კაცო 3 დე რო არის ეგრე უნდა იყოსო ეგო და ხო გამახა თარიქი და გადმოიწია და გაუში მაგას ხელი ცოდრო და ვისელაპარაკებო და ხო და რაღაცა მე სამი თამაშებმა კარგი საქმე გააკეთა. ისევ ამ ჩემ თამაშს დაუბრუნდა ერთ-ერთი მთავარი მიზანი კიდე რაც გაგუჩ თამაში. ქართული მითოლოგია, ეხლა თქვა ბერძნული შეიძლება არ არის, მაგრამ არანაკლებია. რო წავიკითხე, თან ლიტერატურაც ისეთი არ არსებობს, ბევრი ინფორმაცია რო იყოს, მაგრამ რაც არის, ისიც ძალიან მაგარია და ჩემმა შვილებმა მაგალითად მანამდე იცოდნენ მხოლოდ დალი და ამირანი და უმეტესობამაც ეგრე იცის, რომ ქართულ მითოლოგიაში არის დალი და იმდენად მაგარი მითოლოგია იყოს, ეგეც მქონა მითოლოგიური პერსონაჟების მქონა თამაშებში. კი, ვერმეცანაშიც აგაკ. ხო. ანუ ჩოპინტრე ვიცოდით კიდე ასე თუ ისე და. ხო, აი რამდენი პროდუქტი შეიძლება გამოვიდა. მეორე რამის გაკეთებაში, მაგრამ ისევ ის არის, რა ქვია, შეცდომის შიში. და ეგ არ მინდა რომ ჩემ შვილებს გქონდეს. ხო, ის რა სიტყვის, ეს რა სიტყვის. აი, ხო არა გაქვთ რამე მეთოდი ისა? უი, რაღაც ამბობდით. არა. რამე მეთოდი ხო არა გაქვთ, როგორ შეიძლება შვილები შევაჩვეთ აი ამ კრეატიულ აზროვნებას და შიში რო არ ქონეთ, მოკლედ თავიანთი პირადი მაგალითი. ორი ჯადოსნური სიტყვა, პირადი მაგალითი. აი, შენთან თუ ატყოსო, გიყვარს ექსპერიმენტებიც და რაღაცა, აი თქვა ელემენტარულად რაღაცა გაფუჭდა, ხო და შეიძლება იმისგან სხვა რაღაცა გამოიყვანო და აი გიყურებს შენ როგორ მიიღებ შეცდომას, შენ შეცდომას, შენ წარმატებას, ხო მაგ პირადი მაგალითი არის რა, ნაგვის დაგდებიდან დაწყებული, მან დამთავრებული. შენ რომ შეძლობ, აი ისე დროს გვისმენენ ხოლმე ჩვენ რო წარმოდგენა არა გვაქვს რა, რო ვერ წარმოი, ხო ესია, ხო და როგორ ვჯელობ, აი რაღაცა ბანალობას ვჯელობ თუ დაშვებებს აკეთებ რა, აქ ესე ხო არ გავაკეთო, ისე ხო არ გავაკეთო, აი თქვა ეხლა რაღაც ტრენინგის სივრცეზე მიწევს მსჯელობა მოკლედ რა უნდა შეიცვალოს რაღაც და ისე ხუმრობთ ხოლმე რა რა ვიცი აუზი რო ვიქირავ და წყალქვეშ ჩავატავოთ აკვალანგებით რაღაც აი რო თქვა რა მომივა ამით მაგრამ ხანდახან ხო გინდა ამ ეს მსჯელობა ჩვენთვის დაძაბულიცაა იმიტომ უკავშირდება ეხლა რაღაცა საქმეებს იმას მაგრამ ბიჭო ამ 3 წამით რო ცოტა ხანი გადაახალიესო ესე გამსვლელი ნოტივით რო ცოტა ხანი ხო არაფერი არ მოგივა ხო და ისიც იცი რა სწავლობს პრობლემის წინაშე შეშინებული რო არ დაიდგეს მაგას სწავლობს შეიძლება პრობლემაზე ლაპარაკობდი მაგრამ თან გზადაგზა რაღაცებს ხუმრობდე რა ანუ წყალქვეშა რა კაი მაშინ ისევ გაასერიოზულე მე კაი ის ტრენინგ ცენტრი ხო არა ეს ხო არა ისევ მე ისევ დაუბრუნდი რომ რაღაც ესეთი რო იყოს რაღაცა მაგათ რა ვიცი საჰაე ხო რაღაც ამდაგვარი რა აუ მწვერვალზე გამახსენდა ძალიან კაი რაღაცა წავიკითხე ეხლა გზაში ვკითხულობდი მასე ხერგიანზე მიხეილ ხერგიანზე თენსინგთან მეგობრობდა არ ვიცოდი ეს ევერესტის პირველად დამპყრობელთან და გადაწყვეტეს თუნდაც ასულიყვნენ იალბუზზე ყველაზე რთული გზით და როცა უნდა წასულიყვნენ გააუდრდა და თენსინგმა მე არავალო ნუ კაიო და მეორე დღეს ამინდი რო გამოვიდა თენსინგი ავიდა და იქ დახვდა წარწერა კეთილი იყო შენი მოგზანება თურმე ეს ავდარში ასულა და ჩამოსულა კიდეც და ამასთან ერთად კიდე ავიდა რამდენად მართალი არ ვიცი მაგრამ ეს მომეწონა რომ კეთილი იყოს თენსინგ შენი მოგზანება იალბუზზე იზამდა ნუ ის მართლა მაგარი იყო შვილებთან ურთიერთობაში სიმკაცრე
არის რაღაც დოზებით საჭირო თუ როგორ შეიძლება ხოლმე რაღაც სხვადასხვა საკითხის მოგვარება. კრეატიულობას გონია რომ უნდა დაარღვიო წესები ყველაფერი. ძალიან კანონმორჩილი ვარ რა, იმიტომ სადაც დასარღვევია იქ ვარ კრეატიულობაში, სადაც საჭირო არის იქ მაგის კომპლექსი არ მაქვს, წესები დავიცვა რა, ხო და თუ ეს ეხება რაღაცა მნიშვნელოვანი წესების დარღვევას, მაშინ ასახსნელია ეს ყველაფერი, იმიტომ რომ წესია, გააჩნია რა წესებს ეხება რა, ხო და არის რაღაცებიც პირველივე ჯერზე ვერ ისწავლის და ანუ სიმკაცრეს ჯობია რომ აჩვენო აი შედეგები რა შეიძლება იყოს ესე ისე დალაგებული ცოდნა რომ მოწესრიგებული ცოდნა რომ აქვს ბავშვს რა ანუ რაღაცა არ შეიძლება კი არა ჯერტი შევაწყობას აყენება ანუ ეუბნები არ შეიძლება და არ უხსნი რატო ხო ანუ ძალიან ის მაგასაკში ვერ ხდება რომ ეგ შევაწყობელია გონია რომ ესეც უნდა იყოს ახსნილი ეგ რომ არ შეიძლება და მორჩა და მე ხდება რომ ბიჭო აგიხსნა და პრინციპი მიმახვედე და იქნებ მე განაწესს აღარ ვარ უკეთეს წესებს ვიფიქრებ რა თუ პრინციპს მივხვდები რა წესებს თქვენ დამახვედრეთ იმაზე მაგას მოვიფიქრები ხლა მე რომ უბრალოდ დაზღვეული იყოს ამ შეცდომისგან ხო ეს საკითხი და რაღაცები ხო სიმკაცრეს გააჩნია რას დაუძახე თუ სიმკაცრე არის წესების მკაცრად ახსნა რომ აი ნახე ეხლა რეალურად ეს იმიტომ ხდება წესები რომ აი ამისგან დაეზღიოს ადამიანი რა ხო ამით ხდება რომ რაღაც სერიოზული საკითხი არის ხო და მარტო ტონში გამოხატული სიმკაცრე ან მაშინ ხმის ტემბრი ხო გონიათ ხოლმე არგუმენტი რაც უფრო მაღალია ტემბრი უფრო ძლიერი არგუმენტით და ეს ხო მართლა სისულელე ესაა თორე ჩვენთან კი არა სისულელებს ვიძახით ხო კრეატივში ხო და აი არასწორი ის არის ხო სიმკაცრის გამოვლინება რა შეიძლება უბრალოდ კაცრი წესები აუხსნა სერიოზულად რომ აი აქ არ ხუმრობთ რა იმიტომ რომ ეგეთი არასახუმარო საკითხია თქვათ იგივე აი გზის პირას ბურთის თამაში სიტყვაზე ხო ეუბნები რომ აქ ეგ სახუმარო არ არის იმიტომ რომ ესე რაღაცა ეს და ხდება შენი ტონით რომ რაღაც სერიოზულ საკითხზე არის საუბარი ან თქვათ რა ვიცი ხა ყოველ დღე მაგალითად რაღაცა ჯანკ ფუდის ჭამა ხო ну არ არის ხა ესეთი რა არა და მორჩა არა ეგრე არ შეიძლება ხო რატო მორჩა სხვათა შორის მე დიდები რო ხდებიან უფროსებისგანაც იღებენ ეგეთ არა და მორჩას ეგეთი მორჩილები ვის უნდა ხარ რომ თავიშვილი გაზადოს ეგეთი მორჩილი მარტო შემსრულებელი ისო არა და მორჩა კაი არა და მორჩა და კითხვები არ აქვს ადამიანს რა იმიტომ ეგრეა მიჩეული იგივე როცა აი ვეუბნები ხოლმე მეც აი მეგობრებსაც რაღაცა საუბარი ქონდა რომ აი ასე ქვია აი უხეშ ტერმინებს არ მიაჩიო, იმიტომ რომ სხვისგან რომ მოისმეს, უნდა ეხამუშოს, არ უნდა ეცნოს ის ტერმინი რა. რა მაგარია? ხო, იგივე აი თქვათ რა ვიცი, არის ხოლმე ხალხ ხშირად ისინი, რაღაც ჩვენთანაც ხდება ხოლმე რომ აი ვიღაცამ იმას აგინა, ან რაღაც ცოლი გალანძღა, იმ ცოლს არ მოსმენილი არ უნდა კონდეს მამამისისგან, არავისგან და ვიღაცა რომ ეტყვის მე რაღაც ცოტა უხეშ სიტყვას ხო უნდა ეხამუშოს ის რომ მე ჩემი ყური მაგას არ არის მიჩეული და ანუ ძალიან კარგია რომ არ მიაჩიო თავიდანო ეგეთ ტერმინებს რა შენ გონია რომ მე ხო მამა ვარ და შენ რომ ხარ შენაჩვევ მე მაგას მაგ ტერმინებს შენაჩვევ ანუ იმის ყური არ უნდა იყოს მიჩეული ეგეთ რაღაცებს ხო და ანუ სიმკაცრეს მე წარმომედგენია ესე რაღაცების ახსნა სერიოზულად და რაღაცების ახსნა თუნდა ლაიტად მე ალბათ ნებისმიერ ასაკში რა ნუ როცა უკვე საუბრის მოსმენა შეუძლია თუნდაც 3 წლის ბავშვს დაუდი დაუხსნა ურიგო არ იქნება ხო აი ჩვენი ოჯახის წევრი ერთ-ერთი დიდი ოჯახის წევრი და აქია ამ ბავშვს მოგეთ მამამისი რაღაც ეუბნებოდა რომ მოგეთ არ შეიძლება აი ეს რამდენი გამახსენდება ხოლმე აი ძალიან რაღაცაზე ეუბნებოდა რომ მოკლედ ორი რო შეჭამეო ერთი და შეგეჭამაო რა და აი ესო ნახეო არ შეიძლებაო რა ერთი შეჭამეო ერთი სხვას გაუნაწილე რაღაცას და ამან დაიჭირა ეს ორი ამ ის ემოციურად უხსნიდა და ამ ემოციებში ორი დაიჭირა და რამდენი შეჭამეო და ორიო და მოგახტა ღორიო მივხვდა რომ უნდა აუხსნა სხვანაირად რა მოკლედ რა გაიწვი იქნება ხა წავედი შენ რო უხსნი და უცებ მაგას პასუხობს რა კოდე ბევრ მშობელს უთქვამს და მეც მithქვამს არ დავმალავ რომ ჩემი შვილი მირჩენია რეალობაში იყოს და არი ფანტაზიოროს ასეთი მიდგომა არ გუნავს ბავშვს აი ჩარჩოებში რო უქცევთ ფანტაზიას უნდა ფრინავ გრუბლებში ხო ნუ და ფრინავ გრუბლებში კი ზუსტად აი ზუსტად ეგ ტერმინი
არ თრგუნავს ბავშვის ფანტაზიის ჩარჩოებში მოქცევა განვითარებას? ძალიან თრგუნავს კი და მშობლების წილი არის ძალიან დიდი მაგ ამბავში, მაგ დაკომპლექსებაში რა, იმიტომ რომ ნუ დაფრინავ, რა ვიცი, გააჩნია ესეთი ის არის რა, მოკლედ ერთ-ერთ ავტორს ჰქონდა ძალიან მიყვარს ეგ შესავალი, კრეატივზე ჰქონდა წინ დაწერილი და შესავალში ჰქონდა დიდი მადლობა მინდა გადავხადოთ ჩემს მშობლებსო, რომელთა სიყვარულიც გამოიხატებოდა იმაშია, რომ იატაკზე დახატულ რაკეტასაც კი არ მიშლიდნენ ხოლმეო, არ შლიდნენ ხოლმეო რა, ხო და აი ნუ დაფრინავ, გააჩნია რა ასაკ შეეუნები რა, თუ ადამიანი ახლა თუ ეს ჭყალაში ბავშვი 30 წლისაა და მაშინ დაფრინავს შეიძლება უთხრა ხო, მაგრამ ბავშვი როა და მართლა რომ უნდა ბავშვურად ფიქრობდეს და დაფრინავდეს და ბევრ რაღაცას დაშვებას აკეთებდეს ძალიან არალოგიკურებსაც და ათასნაირი ფანტაზიას იყენებდა ათასნაირი რაღაც კომბინაციისთვის, მან რომ ნოფრინავო, რა ვიცი, ახლა ცოტა არაადეკვატურია რა. მან რა ვიცი, რა უთხრა ბავშვს, რომ რატო არ დარბიხარ სამშობიაროში რო უთხრა რა, ხო და ის რეალურად ის გაყვება, ხო? მაშინ ივითარებს გონებას, ფანტაზიას, რა ვიცი, მოსინჯავს თავის ძალებს, ხო? თავის გონების უნარებს, ხო და მაგ დროს მაგის თქმა, რა ვიცი, საშინელება, ხო? ერთ-ერთ სკოლაში ვიყავით, ძალიან დიდი კერძო სკოლაა, ძალიან ცნობილი და ტრენინგი ჰქონდა ამ კრეატივზე, ერთი შეხვედრა ჰქონდა და დიდ დარბაზში იყვნენ ეს ბავშვები და იქ თქვით რაღაც აღარ მახსოვს რაღაცა მკითხეს, მე მეუთხარი და ძალიან დიდი ჟრიამული იყო, მოკლედ და რა თქვი, არ მახსოვს, მაგრამ რაღაცა მომენტის შემდეგ ერთი ბავშვი იწევდა, აი ეს როგორც არ იყურებოდა, მაგრამ ესე ხელს იწევდა რა, აი როგორი ტექსტი ქონდა, იცი რომ აი ეხლა ეს რო არ მათქმევინო რაღაც და რაღაცის თქვა ხო არ გინდა მეთქი, რამე იდეა არ დავკარგოთ მეთქი აღარ შეხვედრაზე, იმიტომ რომ ავა გითხარი თქო და რო ადგა ადო ნახევრად ეტირებოდა ამბავს და ეხლა მივხვდიო რომ ბებია ჩემს რომ მოყავდიო და რაღაცა რიცხვი დაასახელა იმ დღესო და მე რო უთხარი რომ ძაღლის ბუდრუგან რო დგას ქუჩაშიო ამას რო კონდესო მზის პანელი და მე იმით რომ ისე წყალი ესხება მაშინ მითხავ რა სისულეს ლაპარაკობ და ეხლა ხვდები რომ მე მაშინ მართალი ვიყავ მირკინაღა მე-13 რა აი რა ახსოვდა ეხლა ხვდე ახსოვთ რა იმ ბავშვმა იქ გაიაზრა რომ მაშინ იყო მართალი ანუ ბებიას მოგუჩას გააჩუმა ეს რომ შენ კაცო წამოდი რაღაცა მზის პანელებზე მიხედავს თავის თავს თუ რაღაცა ალბათ რა ვიცი რა უთხრა კაცმა ეცმა რაღაცა ცუდი უთხრა და ანუ რამდენიმე დღე როგორ იყო იცი ეს ბავშვი თავში ინახავდა ამას რომ აი რა არ ეთქვა ან როგორც მისი პრობლემა მისი შეცდომა ესე დაარქვა ამ ფაილს სახელი და შეინახა ფოლდერში და იქ მივხვდა და ეს უნდა ეთქვა რომ ეხლა ხვდებიო რომ მე მაშინ მართალი ვიყავიო რო თქვიო რომ რა მოხდა რომ ამ ბუდრუგანას ეს კონდეს და მე საჭმელი იყრებოდეს ბავშვმა სქემა აწყო თავიდან ბოლომდე წარმოიდგინე რაღაც მექანიზმი ყოველ შემთხვევაში მიმართულება ხო ვიფიქრა რაღაც და დანარჩენ ტექნიკოსები მე მიხედავენ ბოლომდე როგორღაც ეხლა ხო და აი ესე ფუჭდება ხოლმე რა საქმეები და მე დაიწყებენ იმას წუწუნს რომ რა ვიცი რა დავაკელი მარტო ის ხო არ არის რა ქვია ჩაცმა ხო არ არის მარტო ხო ბავშვის ასე რაღაც გაზრდა რას მისცემს ზრდასრულობაში მე მგონია რომ ადაპტაციის კარგი უნარი ექნება და როდის თუ რა ჩვენს დროში ძალიან მნიშვნელოვანია ეს რა იმიტომ რომ როცა ლაღად ფიქრობ ნაკლებად სტრესავს პრობლემას სტრესავს მაინც თავისთავად მაგრამ როცა რაღაც საკითხი არის თქო იგივე მოსაფიქრებელია იდეა ხო არის ხალხი რომელსაც იდეა რეონები რომ ეხლა მოდი რაღაც ამოცანა მოსაფიქრებელი ჯერ ამოცანა არ გითხოვს და უკვე შეშინებული გისმენს რა თქმა უნდა ის იმას გაუჭირდება მოფიქრება იმიტომ რომ იმან დაიმახსოვრა რომ პრობლემა თუ არის აუცილებლად უნდა დავიტანჯოთ და ისე გადაიჭრება ანუ არ აქვს გამოცდილება თორსა ლაღად მარტივათაც გადაუჭრია რაღაც პრობლემა რა ხო და ეს სილაღე მაგხრივ ყოველთვის ვერ გამოვიყენებ რა თქმა უნდა ხანახან ისეა რომ ახლა პრობლემა ბოლომდე უნდა იმას იქნას რა ქვია დაგაზარალოს და დაგღალოს და მე გადაიჭრება მაგრამ ხანახან აი როცა დახვდე ლაღად რა როცა იცი რომ მოფიქრებელი არაფერია კოდე, ერთ გადაცემაში ასეთი რამე თქვი, გოგიბაშვილის შეხედულებით თავისი დედაენა არასოდეს იყო დასრულებული პროდუქტი. მას თვითონვე მიაჩნდა, რომ ის ყოველთვის ექვემდებარებოდა განახლებას. როგორ ფიქრობ, თანამედროვე გამოწვევებს ფეხი უნდა აუწყოს დედაენამ? აი,
უხეშ მაგალითს ვიტყვი, რომ ფილთაქვას ნაცვლად, რომელიც ბავშვებმა იციან ფილთაქვა რა არის, მე მგონი უმეტესობა მარიცის. უნდა იყოს პლანშეტი, უნდა იყოს რამე გაჯეტი. ძალიან მიყვარს გოგებაშვილი და აი უამრავი რაღაც მაქვს. ყველაზე მეტი გონი მაგის ნაწილი მოგწაკითხული არ ვიცი ხო და მქონდა ეგეთი ერთ-ერთი ოქროს წესი, რომ დედაენაში არაფერი არ უნდა იყოს ნახსენები ისეთი, რაც ბავშვის ლექსიკიდან არ არის. რაც ბავშვის იმასაკობრივი ჯგუფის სამყაროში ტრიალებს იმ სიტყვებით უნდა აკეთილინებე და იმ სიტყვებს მოერგე შენ, იმ ტერმინებს მოერგე შენ. და არა ახლებს ნუასწავლი ჯერ. ხო და რა ვიცი, ყოველი გამოცემის შემდეგ ადამიანი ანახლებდა დედაენას. ყოველ გამოცემის შემდეგ აახლებდა. როგორ შეიძლება ესეთ ადამიანმა პირველით ეხლა რო ენახა თავის დედაენა, პირველით თვითონ იტყოდა რომ ეს რა დაგიმართათ ხალხო. რა გჭირთ? ანუ თუ მე გიყვარ ვარ, მაშინ რაც მე დაგიბარე ისაკეთე კაცო. ანუ განაახლე მუდმივად რა. თუ ჩემი ხათრი გაქვს. ხო და თუ ჩემი სპეკულიანტობა გინდა, მაშინ სხვანაირად ვილაპარაკოთ, მაგრამ ხო ესეთი ხო და აი სტამბაში რომ შედიოდნენ ხოლმე მუშები, იქ ხო ჯანმრთელობის პრობლემა ხო ქონდა გოგებაშვილს და სურამში ისვენებდა ხოლმე და ისე მიხარია ეგ ფაქტი. აი გიждები, რამდენი წავიკითხავ, სიამაყის ის მომდის ხოლმე. და იქაც ვერ შედიოდა, ეუბნებოდა ხოლმე თუ შეცდომას იპოვით და ის შეცდომა რომ აღმოჩნდებოდა რაღაც იმას მართლა ასწორებდა. ეს კი არა რომ ვითომ ეგრეც იყო კაცო ჩაფიქრებული მე რა თქვა ნახატი თუ ოდნავ ისეთი არის რა ქვია არასწორი არის დავტოვოთ რა მოხდა და ეგეთ რაღაცები არ უყვარდა ხო და ბავშვებზე მაგას ამობდა ნამდვილად ერთ-ერთი ის რომ ადაპტირებადი ყოველწლიურად განახლებადი და ყოფილიყო. იმიტომ დედაენის ასობით გამოცემა, მე მგონი ყოველ წელს ახალ-ახალი გამოდიოდა. ხო, 33 გამოიცა გოგებაშვილის ცხოვრებაში. კი. მაგრამ სულ რომ გამოცემულიყო თვეში ერთხელ დარწმუნებული ვარ რომ აუცილებლად ჩაუსხდებოდა ეთყოდა ცხებსაც რომ შენს გადახედე თუ რამე შეცდომას იპოვი, მითხარი, ჯერ მიმღებლობაც ხო შეცდომისადმი, ხო? ის რამდენად მართალია რომ თავისივე სიცოცხლეში იბერიაში დაბეჭდაო რომ ვინც შეცდომას იპოვის წიგშიო, თითო შეცდომაში რაღაც გარკვეულ თანხას გადაუხდიო. კი, აბაზი იყო თუ რაღაცა რომ ხალხი წაიკითხავს უფრო წიგს და თუ შეცდომას იპოვი და იმ შეცდომასაც გამოუსწორო და ვიღაცას დავასაჭუქრებო. კი, და მხოლოდ ბავშვებისთვის ნაცნობის სამყაროდა. მაშინ ეხლა რო წერია რაღაცეები, თქვა თოხი, რაღაცები ურემი, გუთანი, ვარცლი მაშინ იყო სწორი, ეხლა არასწორია. საწინააღმდეგო კი არ მაქვს რამე იმის, უბრალოდ მეთოდს ეწინააღმდეგება, გოგებაშვილის მეთოდს ეწინააღმდეგება, მიდგომას ეწინააღმდეგება რა. ხო და თუ ამ კაცის ხათრი გვაქვს, მაშინ რაც დაგვიბარა, ის უნდა ვაკეთოთ, ხო? ხო და რა ვიცი, სულ ორი ვარიანტია. ან რაც დაგვიბარა, ისე ვიქცევით და მეთოდს მივყევით და სულ აახლეთ და ადაპტირებულია, ბავშვებზე მორგებულია. ან მეორე ბავშვებისთვის თუ არა, შენ უნდა მოერგო გოგებაშვილის ეპოქას, რაც არ მოხდება. და კაი არ მოხდება, ხო და ვერ მოერგება, ხო? რაღაც თქვა გინდოდა მე ვხედავ კომენტარებში ამის გამო გლანძღაზე მზად ვარ ჩავერთო და პასუხი გავცეთ. თავარი რა არის, არც იაკობ გოგებაშვილი ხა წეგან ვახსენეთ მოძრაობა და მოძრაობა. ილია ჭავჭ არც ერთი დიდი ქართული რომელიც ასე გვიამაყება ყველას ვისაც წაკითხული გვაქვს თუ არა გვაქვს წაკითხული. ჩარჩუებში არ იყვნენ მოქცეულები რა. და განვითარებისკენ იყვნენ და სიახლისკენ. თუნდაც შეცდომის აღიარების შიში არ ქონდა. და მიმღებლობის ხო რეუნები, არა ყველას რეუნები სამეგობროში რომ შეცდომას თუ იპოვეთ, უცხოსაც რო უსმენ შეცდომებზე და რო ითვალისწინებ. გარდა მაგისა, აი ბევრს არ ეცოდინება რომ გოგებაშვილამდე იყო ალბანის სახელმძღვანელოები ქართული. იყო უბრალოდ ესეთი რაღაც იყო, რაც გვჩვევია ჩვენ ქართველებს რა. ერთს თქვა იყო ვალერიან ისარლიშვილი. და ქონდა პირველი ხო და გეტყვით რატო გვესმის პირველად ეგ ჩვეულებრივია პირველად გესმის შენი პრობლემა არ არის ამ კაცს ქონდა თქვა გაბოლდებული სიტყვები და ეს იყო ნოუ-ჰაუ მაშინ და ითნობდა რომ ეს არის ამ ისალიშვილის მიგნება სიტყვაზე რა სხვა ავტორები ამას აღარ იყენებდნენ ანუ ეს ხო იმისია და მაშინ მოდი მოვიფიქრებ მაგათად ყდას გავასქელებ ვიღაცა თქვა მოდი ყუაზე დავაწერ მაშინ ან თქვათ რაღაცა ფერადს გავუშვებ ერთ დეტალს გოგებაშვილი რომ შემოვიდა ამ სფეროში ხო ნახა რომ ეს ადამიანები ერთმანეთს რაღაცას ეჯიბრებიან არავის ბავშვი არ ახსოვს ვისთვის აკეთებენ ამას ეს დაავიწყდა სულ ყველა როგორ მოახერხეს არ ვიცი და ამან თქვა რომ მაგ ბოლცაც გამოვიყენებ
იმასაც ფერადსაც გავყრაცაც სკილს გავუკეთებ და ჩემი იდეები მაქვს და თქვენი იდეების ორი ის კი რა ვიცი ორჯერადი რა სასწაული ხო და ეს ყველაფერი ერთად ყველა სიკეთე ერთ წიგნში გააერთიანა და გოგებაშვილი დარჩა ისტორიაში დარჩა რომელია ხო და ეს იყო სიახლეები კი არ თქვა რომ მე რო დავიბადე იყო ეგეთი სახელმძღვანელო ეხლა წარმოიდგინეთ ანბანი იყო ესე კაცი რო ეწერა წაიკითხა ესე კანი ანი ცანი ინი ესე და საწყალი ბავშვები ანუ ხო ესე აკითხებდნენ ხოლმე ხო და რო ეთქვა რომ ეს ხო ტრადიციულია მე რო დავიბადე ეს დამხვდა და მე როგორ შევეხო ეხლა ამას თავდაყირა დააყენა ყველაფერი კაცო საწერიბადეც მოიფიქრა და სასწაულები იქნა ხო საამბანო მწკრივი დასვა ლოგიკური თანმიმდევრობით და ხო და თვითონ იყო პირველი ინოვატორი კაცო გოგებაშვილი და თვითკრიტიკულიც იყო და განახლება რო უყვარდა გოგინა ის დიდი მთისკაცი რო გავიხსენოთ ვაჟა-ფშაველა არ იყო ეგეთი უჯო სიახლეების მიმართ და განვითარების და ყველაფრის აგვაშინებს ხოლმე ახლა. აი ახლა გვაშინებს ამ 30 წელი გაარღვია და რა დადგენილი ის გაარღვია და რას დაუყო. და ახლა გვაშინებს ეგ რომ რაღაც ხელშეუხრატო, ხელშეუხებელი. და ახლა თუ მსგავსი გაკეთე შეიძლება ცუდი ტიპი იყო. და ვეთქვი რომ ვაჟას ბაძაო, სხვა შორის ლაშქრობაში ვიყავით დიდი ხნის წინ მათურხევში და ხო მოკლედ კაი ვახსენე მათურხევი ხო და ვიღაცამ შეიძლება თუ თავის ვიცნო რა ქნა მოკლედ რაღაცა кейფი მიდიოდა რაღაცები იყვნენ და ჩვენი ბევრი ვიყავით მოკლედ და ვიღაცა ლოცავს ვაჟას მოდი იცი როგორ ლოცავს აი რაღაცა კოჭებში ეთყობა რომ ვაჟას გაგნებაში არ არის რა აი ვაჟას უბნელი არ არის რა ეს საერთოდ სხვაერთ აზროვნებს რა იმიტომ იქ ხო დალოცვის დროს მოვაყოლა რაღაცეები ვაჟას ამბებში ვერზის ისე მოვაყოლა რომ აისინი რაღაცა ესენი რაღაცა ვიღაცებს და არ ვიცი რა მწავია და ეთყობა ბევრნიც ვიყავით და ხარი აი გამიხარდა მეთქი რომ ეხლა ვაჟას ლოცავ მეთქი დამბურძგლა მეთქი რაღაც და ოღონდ მე ვთხარი ამ ვაჟაზე კი გამიგია რომ რაღაცა მაგრამ მეც მიყვარს პატივცემა საბოლოო ჯამში მე ვთხარი რატო ამეთქი ეგეთი მაგარი ამიხსენი მეთქი და ჯერ რაღაცა გადაუვიდა ეს ფერები რაღაცება გადაკრა რა და მე ვხვდი არა მინდა მეთქი რომ ეხლა მე რომ ძალიან მიყვარს ეგ გააზრებულად მიყვარდეს მეთქი და აი რატო ამეთქი მაგარი რომ მიხვდა რომ კაი სრული მომოძრაობს ეს რაღაცა ასარწყავჭიქები ხო ლიტრი ან 200 ეგ აქვს სავსე რა ჯერ მაგაზე მითხა რომ დალიო და ეგ დავლიო მოკვდები მეხდა ეს მოკლავს და მე მოკლავ რა მნიშვნელობა აქვს ხო ეგეთი ტიპია და მაგის მე ვეუნები ხლა და ესე იყურება დახმარებას ეძებს რა როგორო ვაჟა იყო გენიოსი იყო მე ვთხარი გავიგე ესენიც მაგას მეუნებია მაგრამ რატო იყო მეთქი გენიოსი აი რა მე დაწერა მეთქი ისეთი განსაკუთრებული ვიცი მეთქი რომ მაგრად წერდა ხო და რას წერდა მეთქი ხმას ჩუმად ძალიან მაგარ რაღაცებს წერდა აი რას მეთქი მაგალითად რა და უკვე როგორ შეიძლება ეს ჩიკა შემოებშულოს და აიო მაგალითათო და ეგ ჩასათავრი ვიგას და თაზე წერდა მოკლედ დაიტანჯა მაგრამ ვერ თქვა ამ ადამიანმა რატო იყო ვაჟა მაგარი ხო ანუ გამაიქონდა ჩვენი ჭირი ზედაპირული განათლება ზედაპირული რწმენა ზედაპირული ვაჟა ზედაპირული და ცოდო არ არის ვაჟა ყოფილიყო არ ეთყოდა რომ აი შენ მე ნუ შენ ჩემზე ხმა არა მოიღო რა შენ არ მახსენო არსად ხო ეთყოდა ვაჟა აუ ზედაპირულობა მართლა ძალიან უჩვევია და ყველა საქმეს აზარს. ხო, თავს იჯერებ რომ კომპეტენტური ხარ რა. მე ერთი დაყინებული მანერა, კომპეტენტური გამომეტყოლება და მორჩა. რამდენიმე უცხო სიტყვა გამოიყენე? ხო, ტერმინები და შეფუთვა გაქვს უკვე რა. ხო, იკლიკანტური მომწონს რატომაც ეგ სიტყვა მასეთ იმაში უხდება. ხო, და მე ანუ ამ ზედაპირულობის გამოწვეშია სიახლეების, იმიტომ რომ ამ ჩვენ ზედაპირულობაში ადეკვატურად ვერ ვერგები. მე რამე ხო არ მომივა მე. ხო, ფორმიდან ხო არ მომივა. ხო, ახალი ზედაპირულობა გჭირდება მე უკვე და სინათლეზე გამიყვანს ვიღაცა. კი. თუმცა აი ამ ყველაფრის მერე მაინც ასეთი კითხვა უნდა დავსვა, რამდენად ვართ ქართველები კრეატიული ხალხი? ძალიან კრეატიულები ვართ, აი ძალიან უბრალოდ ერთმანეთს ვაკომპლექსებთ მაგრად. აი ეს მესამე თვალის კომპლექსი, არც ფსიქოლოგები მაგას ასწახიან, მაგრამ ისე დავარქვი. აი ეს მესამე თვალის კომპლექსი, აი მე-6 არა და მე-7 მეზობლისგან როგორ ჩანვარ, ეგ რო არ იყოს. სიტყვის მეზობელი. აი როგორ გვეშველებოდა, იცი? აი სიტყვის ვიღაცა, აი თქვა მე რო ქუჩა დაუგავო ეხლა და
ანდო ჩაიარო ჩემო კლასელმა და რა სიტყვის რომ ბიჭო კოტე დავინახე და ბიჭო უბრალოდ დაგავე რა თუ და უბრალოდ just წადიდა დაგავე ნუ ფიქრობ რა გაწუხებს ის რა სიტყვის არ და გამკეთებელი ხარ წახვიდოდი რომ რამე იმას ნაგავს აიღებდი რაღაცას იმას მაგრამ ბიჭო იმან რომ ეხლა იქ წამოვიდოდი ხა ამ შავლით მაგრამ იქ რო ისიც იყოს მერე და რაღაც ხო და ამ კრეატიულობას კლავს მერე იქ რაღაცა ჯანდაბა ჩარჩოები ხო ჩარჩოები რა ეთყობა ზედმეტად იცი რა არის კრიტიკული კი არ ვართ რაღაცნაირად კრიტიკულები ვართ ცუდად ერთმანეთის მიმართ რა შეიძლება იყოს ეგ აი დაცინვა ხო ძალიან ისა აი ძალიან ძიმე იარაღია რა აი ატომური ბომბებითა დაცინვა შეიძლება ძალიან ცუდად დავცინი ვართ ერთმანეთს არ ვიცი რა ეგ ჩემი კომპეტენცია მაგრამ ვატყობ რომ რაღაცა ბოჭავს თორე ჩვენ რომ მიგვიშვას კაცმა აი რა ვიცი ძალიან კრეატიულები ვართ რა 90-იანებში შაქარი არ იყო წყალი არ იყო შუქი არ იყო და ნამცხვარი გამოვიგონეთ და ხო წარმოვიდგინე სიგუას ნამცხვარი ყველაფერი ქონდა ყველი სუფი აი ქართული ნოუაუა ყველა სუფი მე ესეთი ის ქონდა შემთხვევა ჩემმა ძმისშვილმა თქვა 12-ის ნახევარი იყო თუ რაღაც აი ზუსტად მახსოვს გუშინელი დღესავით რა 90-იანებია მართლა ბნელი პირდაპირ გაგები და აუ აი სმინდაო რაღაც ბამბანერი კაი შოკოლადები რაღაცაო და ბიჭო მაღაზიები იკეტება როდის იცი 5-ის ნახევარზე რომ ვიღაცა მარტაინი გეკეტება ანავს ბამბანერკა და არა ხო თორეკეტე ისე დამართები რომ მე უდოს ვეღარ გაიხსნება რაღაც ხო და ვერ ჩავა და ესეთი იგივე წეანასაც ვილაპარაკეთ იმასთან კავშირში ხო რაღაცებს ვერ აუხსნი რომ ეხლა ვერ ჩავა და მაშინ გამოდის რომ შიშზე უნდა მივიდეს რომ ეხლა რომ ჩავიდე ის მაღაზია გეტირა იქ რომ წავიდე საშიშია და უკვე გამოდის რომ რაღაცას შიშს ასწავლი ცოტა არასწორი ინფორმატი კი აუხსნა მაგრამ ნუ დრო თავისი დრო აქვს მაგას ადროს მოუნახავ მაგის თქმენად ხო და კაი ჩავალ მეთქი ერთი უცნაური მაღაზია არის მეთქი აქ თქო ძალიან და ეს უცნაური მაღაზია შეიძლება იფიქრა რა ვიცი რა იფიქრა არ ვიცი და გავედი და გამოვიდა ეს ცარიელი ბამბანეკის 5 იყო რა და ეს ავხადე და ეს ცარიელი მიდან ამოვიღერთი ცარი და შევჭამე და ბიჭო ამყვა მთელი ოჯახი მეც ვიყავი და ოღონდ არაფერი ეგრევე მიხვდა სუყრე და ეს გვიყურებს და მეც დამიტოვეთ უშკი ცარიელი მოძებნა ეს იგი თელი საღამო რა უკვე ძილის დრო იყო, კაი გადაცილებულიც იყო, მაგრამ ნუ ის შევჭამეთ რა, ხო და ხან ეს არის შეიძლება ეგეთი რამე გემრიელი იყო. ძალიან, აუ მართლა ეგ მახსოვს და სხვა შოკოლადები არ მახსოვს და არა იმის მე ამდენი წელი გავიდა. აუ ასორტი რო იყო გახსოვს? კარმენი მახსოვს კიდე მე ყვითელი პატარა ის იყო. ასორტი არ მახსოვს. პატარა მოკლე ასორტი ქართული იყო. ეს კარმენი მაშინ ამბობდნენ რომ ბულგარულიაო. არა, კარმენი არ იყო. ყვითელი ის იყო, მოკლე, ანუ ასეთი თხელი იყო და ასეთი ძალიან მეყვარდა. ის არ შეინახე, რა ქვია? ქაღალდი მე ერთხელ შევინახე მართლა 92 წელს თოვლის ბაბუა მომიტანა სნიკერსი. ბუნებრივია მაშინვე შევჭამა იმიტომ რომ ჯერ შოქში ვიყავი, ჩვეულებრივად შოქში ვიყავი და ქაღალდი შევინახე რომ სკოლაში რო წავიდოდი, ანუ სამთისარდდეგები რომ მორჩებოდა კლასელებისთვის მეჩვენებინა რომ რეალურად მქონდა სნიკერსი ნაჭამი. სხვანაირად არ დამიჯერა. ეგრე იყო რა. სნიკერსი მთლიანად ნაჭამი არ მქონდა, აუხო ეს რომ მთლიანი მაჭამა მეთქი აი რა იქნებოდა თქო. ეგეთი ჩვენ მქონდა ერთმა გოგომ მოსკოვიდან ჩამოუტანეს დიროლი თუ ორბიტი რომელიღაც. და ნათიამ რო ეგ დაღეჭა, სხვანაირი პატივსაცემით. უყვებოდა ხოლმე. აუ ნათიას დაღეჭილია სისკე, ეგრევე ვიყავ. და როცა ეცლება, მაშინ მოგიყვა ხასიათზე მოგიშვა. ახლა ეს ბავშვებისთვის ხო სასაცილოა. ო, ნუ რა თქმა უნდა. ყველაზე დიდი კრეატიული ქართველი ვინ იყო? ან ვინ არის? კრეატიული ნიკო ნიკოლაძეც მახსენდება. კი ბატონო. არ ვიცი, რადგან გამახსენდა ვიტყვი, მე ფილტრში არ გავატარებ, რატო გამახსენდა სხვა ხოლმე თქვა, რადგან გამახსენდა ესე იგი ეგრეა საჭირო, არ ვიცი. მართალია ფოთში ძალიან გამწარდი ცოტა ხნით, ჩემო შუა ფეხი მოიტანა. ცუდი მოგონებები აქვს, მაგრამ 100%-ით გეთანხმები. იმიტომ რომ ალბათ რატო გამახსენდა, იცი? კრეატიულობას არ უყვარს მარტო რაღაცა ლაპარაკი, მანერობა, იდეა, ესე იდეა, უყვარს საქმეზე გადასვლა რა და
საქმეზე გადამსვლელი კაცი იყო და მიყავდა საქმემდე, ბოლომდე მიყავდა ის იდეა და იდეებს ყველაზე კარგი იდეა განხორციელებული იდეა. თუ მარტო ალაგე თაროზე, ესა კომბლე ხო ხარ მართლა კომბლები თავდა ჭერში, სხვენში აწყო ხო. ასე რომ ძალიან რომ მეწონა ეგ პასუხი, მადლობა. კაია. ეხლა ხები რა გამახსენა. აი ლიანდაგის ისტორიამაც რა იყო. ეგეც მაგის სიტყვა თუ დედამისი. ხო, ის ხო კერავდა ხო და წარმოიდგინე მაგაში ცირავს ხედავ ადამიანის ბუნება, ანუ როცა იდეებზე ფიქრობს, მაშინ კი არ ფიქრობს. ჩვეულებრივ დროს რაღაცას მოკრა ყოი და მაშინ ჩაერთო ის რომ ეს საქმისთვის შეიძლება გამოადგეს. ანუ 24 საათიან მუდმივი მზადყოფნა აქვს სიახლეებზე, იდეებზე, საქმეზე. ხო და ეგ არის მიმღებლობა, ეგ არის ინდიკატორი, რომ სამუშაო საათებში მითხარი თუ რამე იდეა გაქვს, ეგრე არ გამოვა. იდეას არ ხარ აქვს სამუშაო საათებში. ეთქო მაგით გამახსენდა ეგ კაც. გზაში დამაწიე. გზაში დამაწიე. ან ალაგ-ალაგ მომახსენე ძირითადი საკითხი. ხო, მოკლედ ასე თამაში გვაქვს ემოჯობანა დავარქვით. გაჩვენებთ რაღაც ემოჯების ის არის, რამდენიმე ემოჯია და ხო ემოჯი თუ სმაილი, ემოჯია, ხო. ხო და ამ ემოჯიდან უნდა მოიფიქრო რაღაც პატარა ისტორია, სასაცილო. კაი ბატონო. დავიწყოთ. კაი ბატონო, ბურთზე. შეგიძლია გაერთიანო და ერთიანი ისტორია მოიფიქრო. აუ ბურთზე მახსენდება. ბაკურიანში ვიყავით დასასვენებლად და ძალიან ესეთი არაჩვეული მასპინძელია, ესეთი სახლია, კერძო და ეზოა და ბავშვები თამაშობდნენ ბურთს და იქ ვიყავი საქანელაზე ვკატაობდი მოკლედ რა. ხო და რაღაც ერთ ადგილას მოგროდნენ ეს ბავშვები და რაღაც ჟრიამული გაჩერდა რა. ხო და მივედი რაღაც უსიამოვნო თამაშებია, ხო იცი რაღაც და მივედი და გდია ეს ძროხის ყბა ნახევარი რა. საშიშად გდია ცოტა ამიჭდა ამოსული რა ნაწილი და ვატყობ რომ ამათი ემოციები მიდის უკვე შიშისკენ იძაბებიან რაღაც და ეხლა თუ არ ჩაერია ხო იცი კრეატიული სტრატეგიებით, სარეკლამო, მარკეტინგული ინსტრუმენტებით და მთელი იმით რა სტორიტელინგებით რაღაცა შეიძლება იქ წავლეს ვაიმე ძროხა ხო არ მოკლეს რაღაცა და უდა გადავფარო ეხლა ეს ამათი ემოცია და დარწმუნებული ხართ მეთქი რომ შეიძლება რომ ეს დინოზაურის ყბა იყოს მეთქი და უცბად წავიდა ეგრე აღმოჩენები გახდნენ ხო გაიხსნა ეს რაღაცა მოჯადებული ხო ისი იყო რაღაცა დაზაფრულები იყვნენ ცოტა რა და უცბად წავიდა კაი თემა შემოვაგდე და დინოზავრი მოვთხრა დიპლოდოკუსი თუ უფრო რომელს ქონდა მეთქი ამ ხელა ყბა უფრო თუ აი ტრიცერატოპსი თუ რა და ვიღაცა აღმოჩნდა მაგარი კომპონენტური ამ დინოზავრებში ხო და ამან ითავა თავი ესო ეს არისო თქვა დაამტკიცა ხო სწორად გონია მე თუ წდები მეთქი და არა ეს არისო კაცო ხო და მე ოთხელი მაშინ აქედავ თბილისში ჩავალ ჩემ მეგობარს ვეთქი მეთქი არქეოლოგია და ჩამოვა და დანჩეს ის მიხედავს მეთქი და ეხა თქვენი მიდი გააგზავნეთ თამაში და ამ ყბას ხო და ამასობაში მეთქი ამერე გადავაგდეთ რაღაცას ხო და პირველ საათზე იყო ძილის საათი ყოველ დღე და იყო ხომ აი აბსოლუტური სიჩუმე რა 0 დეციბალი რა და ბიჭო, პირველ საათი მოვიდა 2 საათი წუთი 14 წუთი. რაღაცები, აი ხო იცი, ხისკარიანი ოთახები როა და რაღაცები გამოდის, იქიდან ლაპარაკი, იქიდან რაღაცა ეს და ბოლოს მომღაც ოთახიდან ვიღაცა მშობელი ხვირის, რომ გაიწინე შვილო რა უნდა აქ დინოზავრებს. ისაიძე და ანუ რაღაცა ემოციებში იყო დინოზავრი აღმოაჩინა გეძინა ხო ემოციებში რო ხარ ასლა დღეს დინო იცი რომ დინოზავრი ხო ეს გაგიჟდა რა უნდა ჩვენ ეზოში დინოზავრი რა კარგი ისტორია იყო ჩაითვალა ხო პიანინოზე არა ჩაითვალა ასევე შეგიძლია რომ შენ თვითონვე მოიფიქრო რამე აჰა ну პიანოზე მახსენდება ეს იდიომი პიანოზე დავდივარ სულ მეგონა ხომ რომ ზედ დადიოდა ვიღაც პიანოზე დავდიო ხო და მაგრასა გეცნება ხო ეცე ვერ ხვდება რა თქვა სადაც რომ დადოს იმის ბრალი არ არის ხო იდიომის ბრალი არჩენი ბრალი არ არის კაცო შენ ცოტა აშაღაც გაიგე ისე იმისი წარმოიდგინე რა ხო კამათერზე მახსენდება ის რომ კამათერით გვაქვს ხომ ეგეთ სავარჯიშო არის ხომ სხვადასხვა სიტყვები და რაც გაგორდება ეს სიტყვები დაჯდება და იქიდან უნდა მოიფიქროს ისტორია
და ამბები და ძალიან კარგად ერთობიან ხოლმე. ანუ ამ storytelling-ში ამბების გამოგონებაში, თქვა დაждდება კონვერტი, რაღაცა ეკრანი, რა ვიცი, ფარდა, რაღაცა და უნდა მოიფიქროს, რომ აი მე რო კონვერტი მოვივიდა ერთხელ პოსტით იქ რაღაცაა, რაღაცა ეკრანი იყო, რაღაც მოიფიქრებს ხოლმე. ასოციაციები უმდიდრდება რა, ხო და ნაგვის სურნაზე გამახსენდა ჩემმა მეგობარმა გაუკეთა გიორგი ლიპარიშვილმა, აგერ ნაგვის სურნაში კალათი მიუმაგრა და აგერნე ხოლმე ნაგავს მე. მოყოლილია. ხო და ანუ ეხლა რო ვეხვეწო წარმოიდგინე იქ ჩააგდე თუ გინდა რა ვიცი. იქვე ნაგვის სურნას დაუკიდა კალათი და ესე აგდებდნენ ხოლმე მუღამში ჩააგდო რომ ჩაეგდოთ რა და თან ხო იცი როგორი მომენტია მე თუ ისოი და არ ჩავარ და რა უნდა მოხდეს ახლა მივხვდი და ხელმეორედ ცადო ხო ვინ მივა ნაგვის სურნასთან ძალიან ცოტა ადამიანი მივა და ესენი რა ქვია კალათში ვერ ჩავაგდე და ხო იცი უკვე იმოდი და ასე რომ რა კაი მეთოდია ისტორიების გასახსენებლად ხედავ ესა აბა ესეც ვცადოთ ქოლგა ფოტოლი მაიმუნი რო თვალებს მალავს და მოცეკვავე კალბადონი კაი ბატონო ქოლგაზე არცა ესეც სახელისო ისტორია არ მოხსენდება მაგრამ მახსენდება ერთხელ Facebook-ზე დავპოსტე წვიმაში ქოლგა მიყვარს ძალიან და რატო არ ვიცი და ოღონდ აი ისე ვიყიდე რა დიდ ხანს ვეძებე ვიდრე ბოლომდე არ მომეწონა ფორმა რაღაცები და წვიმაში რატო დავსვენდე ვერ ხვდები თუ ლაშქრობაში ვარ დავსვენდები ბოლომდე გალონპულსაც მივლია რამდენიმე დღე კაცო არც ეგ არის პრობლემა ოღონდ ლაშქრობაში როცა ვარ და თუ ეხლა საქმეზე ვარ სამსახურში რატო დავსვენდე ვერ ხვდები ხო და ქოლგა ძალიან მიყვარს და ერთხელ დავპოსტე ქოლგით ხელში ფოტო რომ რა გჭირს მეთქი ანუ ძალიან ბევრი ადამიანი დავინახე ბიჭები რომლებიც სველდებოდნენ რა ეგეთი რაღაცები დარბოდნენ ხო იცი რა რაღაცა საყელოსო იფარებენ რო იტანჯებიან და გამختارში და კომენტარებში ერთი ამ დავიატყდა მოკლედ და მე ძირს დაუსაბუთეთ რომ არაფერი დაგიმართება თუ ქოლგით ივლი არ ტეხავს ქოლგის დაჭერა არ ტეხავს და ესეთი ზოგმა მე დადო ლონდონიდან ფოტოები იქიდან შეომაშველეს რაღაცები მოკლედ და გადაიძა და ბოლოს მეც არ ვიყენებ ქოლგას და რატო არ ვიყენებ ოღონდ არ ვიცი ხო არა ესეთი კომფორტული ის ძალიან კომფორტულია კი ახლა მე და ჩემი მეუღლე ამ ბავშვი ერთად წვიმაში რო გავსულართ და ქოლგა მიჭირავს ძალიან მომწონს რო არ ვსველდები მაგრამ მარტო რო გავდივარ არასოდეს არ დამიჭერია ქოლგა შეიძლება რატო აი ახლა რაღაცებს ხვდები თქვენ და საუბარში კიდე მეორე ჯერზე მივხვდი რომაჩქარებენ ხოლმე ეგ არ მიყვარს ძალიან და აი წვიმა რომ მაიძულებს რომ ავჩქარდე თუ მაგ დრო რომ ვისეირნო აი რატომ უნდა ავჩქარდე და ამით შეგიძლია რომ იმას თავი არ აჩქარებინო რა შეიძლება მაგიტომაც იყოს იგივე ტემპში აგრძელებ ოღონდ აღარ სველდებით სხვა შემთხვევაში კაი ჯანდაბას აუჩქარებ ფეხს ხო და იმას ვიზამ ხო და ეტყობა მაგიტო ხო ფოთოლზე რა ვიცი რა ხო ფოთოლზე სააცილო ერთხელ რაღაცა ის იყო ის დავხატეთ კრეატიულ სკოლაში რაღაც ხაზი იყო და აბა რას მიამსგავსეთ მეთქი რაღაცები და ერთმა ბავშვმა არაიწია ხელი და რო კითხეთ აი მე ვკითხე რაღაცას არ მიამსგავსე მეთქი აი ხე ყველა სხვადასხვას მიამსგავსე ყველას გონება სხვადასხვანაირი არის მეთქი ნახე ვის რა გაახსენა და მეო ფოთოლსო მაგრამ მომერიდაო ამის თქმაო ხო და წარმოიდგინე აი ხო და ამით ხედავ ამის მიღმა რა დგას ესე იგი რა გამოიარა ამ ბავშვმა რომ ფოთოლს მიამსგავსა მაგრამ მერიდება ამის თქმა რა ისე კომპლექსები ხო და რა ბოდიში საცილო არ იყო მაგრამ რაც გამახსენდა გულას არა აუცილებლად საცილო ხო რა ვიცი აი ამ მაიმუნზე რა ვიცი გონი ჩვენა ვართ ეს მაიმუნები განზოგადებულად იმიტომ რაღაცები კაი ხდება ხოლმე და ხანახან ერთმანეთის იდეებს ვაფუჭებთ რა იმიტომ რომ ჩვენი არ არის ეს იდეა რა აი მარტო ხო რა ბანალური მიზეზია წარმოიდგინე რა მოხდა შენიც მოგვეწონება კაცო არა გვეყოფა ყველას ხო შეირიგე რა შენ გქონდა მე მგონი ხო ის მკვდრები რო არიან და როგორ არიან ცოცხლები არიან თუ ხო მოდი შევამოწმოთ და კაი იდეა მაგ და ვინც ცოცხალი არ არის ეს წამოხდა და კაი იდეა არა ისა და მკვდრები თავს იპტაუნებენ და თუ გინდა რომ ალაპარაკო უნდა თქვა რამე იდეა და აგას ვერ გაკაჩავ კაცო ეგ არ გამოვა ეგ რა გინდა მაცდევინე მაინც რა ხერს ნუ მიშლი და შენ ხარჯზე ხო არ ვაკეთე ხო და მოცეკვავე ქალზე
აუ, იცი რა გამახსენდა, კაცო, ბოლოს ვიცეკვე რაღაც მე-9 კლასში და იმის მერე კაი ხანი აღარ მიცეკვია. და ეს კომპლექსი სადღაც ავიკიდე, ხო, არ მახსოვდა სად. ხო და ბევრჯერ მithქვას გულახდილად, რომ აი როგორ მივაგნო სად, აი რა იცი ქორწილებში ვიცხელი ხოლმე ჯდებოდი ხომ რა ადგილას იცი რომ მეთქვა რომ აი როგორ გამოვიდე ხო იცი ვერ გამოვარ ახლა აქედან და რაღაცა და აი ეგეთ დონეზე მქონდა რომ ვეძებდი ხომ ეგეთ ადგილს რომ დამждარი ყავი და არ გავსულიყავი თქვა ცაციკავად ხო და უნივერსიტეტში ერთ-ერთ უნივერსიტეტში სტუდენტებს ვეუბნებოდი რომ კომფორტის ზონიდან ხანახანდა გამოხვიდე რაღაცეები ახალი გამოცდილება მიიღო და აი ესე შენ თავს აიძულო და ეტყობა ეს დაიმახსოვრეს და წლის ბოლო იყო და მოკლედო აქო იმართებაო მოკლედ დიდი საღამოა და გვაქვს ერთი ლექტორის დაპატიჟების უფლებაო და ეს ლექტორი ხართო თქვენო ერთი ლექტორია რა აუ მეთქი რა გადავირია ამდენ ერთი ლექტორი და მაგარი პატევია მეთქი და მივედი საღამოს და დახვდა კარში ერთ-ერთი და დღეს აქ თელი საღამო ცეკვის გარდა არაფერი არის აუ ნათქვამი მქონდა ჩემი ამბავი იმ გაგიჩალი ასე ვთქვათ მეც არა იცი გული წეღა პირადი მაგალითი რო ვახსენე რა და აი უდა გადაახტე საკუთარ ჭრდილის მართლა ეგეთი ამბავია რა ხო და ჯო ესეთი ადამიანმა დაგპატიჟეს ერთი ადგილი იყო წარმოიდგინე და რა ცეკვა კარგი და თუ მასწავლით მოხარი აქ და მართლაო კი და იქ აი დამერწმუნებიან რომ დამემოწმებიან ხო კი და ისე ვისე გამეხსნა ის რაღაცა არ ვიცი კომპლექსი როგორც ისე რა გაბათილდა მოკლედ რა. ხო და რა ვიცი რა ხდება ხა მაგის სახს აღარ დამიწყია მაგრამ ფაქტია რომ გავიჩარიჩე იმათაც გამიჩარიჩე და კარგი იყო ეს ყველაფერი რა და პირადი მაგალითით პირველი 5 წუთი იყო ჯოჯოხეთის საშინელება იყო იმიტომ რომ მე მითხრა რომ ხა შენ თავს უყურებ ხა შოვიდან და აქ არავინ არაფერს არ იღებსო თუ ვიღაცას იღებს იმას ვიზავთ ამოუჭიდო შენ ცეკვასო გეშინიაო და კაი მოთხე მაშინ და ამ ცეკვაზე გავახსენ საჩუქარი დაიმსახურა მეგონი რაღაც ახლა რო თქვა რაღაცა იმახსენდება ძალიან მაგარი რაღაც გამახსენე ის პაზლის ამბავი საერთოდ მივიწყებული მქონდა და რატო გამიშთა საერთოდ იდეა არ ვიცოდი საერთოდ გაგებული არ მქონდა შემთხვევით წავაწყდი შალვა ქიქოძის ნახატებს რა აი მე და ჩემ მეგობარს ვიყვარდა პაზლების საწყობა და დიდი რაღაც კლასიკოსების ნახატებით აღრთმოვანებულები რა მაგარია შალვა ქიქოძის ნახატები რო ვნახე იმდენად იმოქმედა ყველაზე მაგაზე ველაპარაკებოდი ამ შალვა ქიქოძეზე და მინდოდა რომ გაეცნოთ ეს ადამიანი ვისაც ვაჩვენებდნენ პირველად იგებდნენ მის შესახებ და აი იმის მანახატება მომცა ეგ იდეა და მიზანი რომ ოღონდ შალვა ქიქოძე ბევრის გამოსვა მეთქი იქნებ პაზლად ვაქციო და ესე უფრო გავორცელოთ მაგრამ არაო დანების გაკეთება ჩვენთან შეუძლებელია მოკლედ პაზლის ისეთი კარგის და საჩუქარი დაიმსახურა ჩვენმა სტუმარმა ისე კარგი რაღაც ისტორიები მოყვა ჩურჩხელა ვახსენეთ ხა მოგვართმევს მიშო და ესე იგი უძაფო ჩურჩხელა ნატურალური ბროწეული მე უკვე ფიქრობდი ნახო მეთქი დღეს ხო უკვე არა ნახეთ პრობლემა არ არის ეს არის შოკოლადის ძალიან მაინტერესებს აბა ნახოთ შეიძლება გავხსნათ აი ვერ მოვახტარი გაფრთხილება ეს შეგიჭამთ ახლა მაგას მე რა კაცო ეს არისო რა ეგრე უნდა კლასიკური და ვაა ხა საინტერესოა და ბროწეულის არის ლადოსის ფავორიტი ოხ და მე არ ვიდავანულობა აბა ნახოთ ბატონო ვაა რა საინტერესოა და ნაპოლი გეყოფა ეცაღაში კოტე დიდი მადლობა ფლაუერს მართლა ძალიან კაი რამეა და რაც არის ნატურალური და ხშირად სხვათა შორის ნატურალური შაქარის ყურძნის წვენის შაქარი რაც გამოდის თეთრი ფიფქივით თრთვილავს რა და გონიათ რომ დაობებული არა და რეალურად არის აბსოლუტურად ეგ ეხა ბებოშურხელა ვისაც უნახავს ყურდით არ გაუჩნდება კითხვა რამტომაც სამწუხაროდ მაინც უჩნდება ხო ძალიან გემრიელია როცა შეყვარებული ვიყავი და ახლაც საჩუქარზე რო ვფიქრობ რა ვაჩუქ მეუღლეს აი მაგ დროს იღვიძებს ხოლმე ჩემში კრეატორი და ვცდილობ რომ რაღაცა განსხვავებული სიურპრიზი და რაღაცა ისეთი ვაჩუქ მაგას განსხვავებული რა გინდა მთელი კვირეული გავთხოვნეს ხო მაგრამ რაღაც ორიგინალური მინდა ხოლმე ვაჩუქო ყოველთვის
როგორი იყო შეყვარებული კოტე იანტველიძე საჩუქრების ამბავში? მე ეხაც ეგრე მგონია შენი ენერგია უნდა იყოს ჩადებული იმაში. ანუ სადღაც მაღაზიაში მიხვევი და იყიდე, ანუ აი ფასით არის ზომება რა. თუ შენი handmade-ობა გინდა დავარქვათ, გინდა შენი ფიქრის დრო რამდენი დახარჯი იმ საჩუქარში, შენი მონაწილეობა რაც უფრო მეტია იმ საჩუქარში. აი თქვათ ბუკვალურად თაბახის ფურცელში. თუ შენი მონაწილეობა მეტია, ჩემთვის სადაც ძვირფასი საჩუქარი და მადლობა ღმერთს, ჩემგანაც სწორად ეს მიცემულია იყო სწორად იგებდა ხოლმე ჩემი შეყვარებულიც და აწუկე მეუღლე ხო და იგივე ღირებულების წყალობით და იგივე ფასეულობის წყალობით ხო და მე მგონია რომ ეს არის სწორი, იმიტომ რომ ყიდვა ყველა შეუძლია. ხო და ნუ შეიძლება მე არ შემიძლია ფერარი ვაჩუქო ან რაღაცა სასწაული, მაგრამ ეგ ფერარი რომც მაჩუქო, შეიძლება ეგ შენი მონაწილეობა არაფერი არ იყოს რა და უბრალოდ ხომ თუ შენი მონაწილეობით არის ეს ამისგან რაღაცა გააკეთე ან დაწერე ტექსტი რომელზეც შენ იფიქრე ვინმეს კი არ დააწერენი ან ChatGPT-ს და რაღაცებს ხო მაშინ არ იყო მაგრამ ნუ მაინც რა ხო და აი თქვათ კრეატივის სკოლის პეიჯზე იწერებიან ხოლმე თებერვალი რო დგება უკვე ვიცი რომ 14 არის საქმე ესე იგი აი ესენი დაიწყებენ ახლა ზომბი აპოკალიფსი როა ხო იცი აი ესე რა რაღაცა შეყვარებულს მაგას წერეკოთ ხო და მე რატომ მეკითხები რა უნდა აჩუქო აი როგორ შეიძლება სხვას კითხო ხო და ესე იგი არ იცნობ ადამიანს ისე კარგად რა ხო და მე მგონია რომ უნდა იყოს მე ჩუქნით ხოლმე ეგეთ რაღაცებს ჩემი ხით ვაკეთებდი ხოლმე ხარ რაღაცას და კიდე იცი როგორ არის საჩუქრე პერიოდი როცა არ არის მაშინ უნდა იყო ყურადღებით და მაშინ გროდება ინფორმაცია რა გაუხარდება ამ ადამიანს როცა ის პერიოდი მოდის მე ავტომატურად ხვდები რისი ჩუქება შეიძლება და დაბადების დღე რომ ორ დღეშია და რო იწყებ ფიქრს რა ვაჩუქო ესე იგი სხვა დღეებში არ ფიქრობდი სათანადოდ რაცა საჭირო არის იმეებზე ხო და ასე რომ მე ვანიჭებ უპირატესობას შენ ადამიანის ჩართულობას რა ყველა ძვირფასი არის ეგ თვითონ როგორ იყო ჩართული იმ საჩუქარში თვითონ დაწერა ხელით რაღაცა მორჩა ძვირფასია უკვე ჩემთვის რა ან რაღაცა მიაწება მოაწება ბავშვებიც ჩუქნიან ხოლმე რაღაცას წარმოვიდგე ის ძვირფასია იმიტომ რომ თელი ის დახარჯა იფიქრა განახორციელა რაღაცა მიაწება მოაწება ნახაც რო დახატავს ხოლმე პატარა ჩემი და რომ მოგწეს და დააწერს აი ძალიან მიყვარს ბავშვების ნაწერი ერთი სიმეტრია რო არა აქ ასოებს და სულ ასე როა მაგრამ მამამ ძალიან მიყვარხარ მაგაზე მაგარი მართლა ოი ხო ჩემმა შვილმა დაბადების დღეზე რაღაც უცნაური ნახატი მაჩუქა და აგერმოს ამოსვირინგებული გულზე ვაუ მაგარია სხვა შევist ერთმა გააკეთა ბოდიში რაღაცა მოდება არა ერთმა გააკეთა ძალიან მაგარი რაღაც Google-ის ის იყო მგონი დეველოპერი თუ რაღაც ეს ტიპი და გავარჯიშებულია იდეებში და და ამბობდა რომ სახში რომ მივდიოდიო ძალიან დაღელილო ბავშვი მეუბნებოდა რომ აუ მეთამაშეო და ვერ ვეთამაშებოდიო ძალიან მეძინებოდა და დავაფიქსირეო რომ სინდისის ქენჯნით ვიძინებდიო რა ბიჭო აი დავიღალიო აი თან გეძინება თან სინდისის ქენჯნის აუ ეხლა ვერ ვეთამაშები და მაისურზე ზურგზე დაპრინტა მანქანების გზა და რაღაცეები ზურგზე და უთხრა ეხლა ეგეთი თამაში მაქვს რა მე დავწვებიო ესეო და შენ ზურგზე მანქანები უნდა ატაროო რა და ოღონდ ხო გყავსო რამდენიმე მანქანაო 4 მანქანა 4-ვე დააბინავეო რა ერთი იქ და იქ ეხატა რა რაღაც ავტოფარეხი რაღაცები პარკინგი და ეს 10 წუთი იყო აი მაგარი შვება ხან თელი საათი თამაშობდა ხოლმე მაგრამ ამას ეძინა ხო ამას ეძინა ხო და უბრალოდ არ მოგაფიქრებს დაღლილობა აუ ერთ კითხავს მოიც შენი ამბავი მინოთ ხო ხლა დოს ესეთი ძალიან მომწონს ეგ როცა დაბადების დღე ახლავდება მთელი კვირეული აქვს ხოლმე საჩუქრები და ყოველ დღე პატარ-პატარა და ბოლო დღეა ხოლმე ბუმ და მე კიდე არ მიყვარს დაბადების დღეზე არასოდეს არ ვჩუქნი ანუ რაღაც დღესასწაულები მეუღლის შემთხვევაში როცა არ ელოდება აი მაშინ ხო ჩვენც არ მიყვარს როგორ პროგნოზირებადი რო იცის რომ მაშინ მაგასაც თავისი პლუსი აქვს ველოდები და რო არ ჩუქნის ახლა ისეთია ხო დაბადების დღე ისეთი ახლა ტრადიცია არის მაშინ უნდა აჩქო და ტრადიცია არის შეგიძლია მაშინ დაბადების დღე და დაბადების დღეს კვირეულში მაშინ ახლა ველოდები კვირეულში ძალიან სიმბოლური რაღაც საჩუქრია რომელიც ადამიანს გაახარებს საოცარი წესი ტრადიციას უხდება ხო და ისე დაღლება შეიძლება რომ კი და აი 14 თებერვალს მაგალითად არასოდეს არაფერი არ მიჩუქებია მე და ჩემი უყურეს არც არა
ხო, ის რა ქვია 15 აპრილით რომელია ვიღაც ადამიანის სწორის დაბადების თერმერმა რო აიტაცა და ოფიციალურად არის ეგეც. ხო, არც 15-ება, თუმცა შეიძლება გათენდეს 15 აპრილიდან 14 თებერვალი, ოღონდ ვალენტინობის გამო არ ვაჭრ. მომინდა რომ ვაჭრ. ხო, აი ეგ არის რა. ერთხელ განსამ თქვა და ისე მე სიამოვნა და სულ ის მაგ რომ ყოველ ღამე ვიძინებ იმით, რომ ბალიშის გვერდს ხელში შევყოფ და რაღაც დამხვდება. ანუ ყოველ დღე რო ელოდება ადამიანი შენგან რაღაცას და არ ჭირდება კონკრეტული რიცხვი. ხო, და კალენდრის ყურება. ძალიან მაგარია. კი, აბა რა. ეხლა წეღარო თქვი ბავშვო ფეხი მოიტეხა მეტი. შარშან არ დაგვისვენია რემონტი ქონა, წელს წავედით პარასკევს ზღვაზე ფოთში წავედით. კვირას ფეხი მოიტეხა, გამოვცვიდით უკან 2 წელია ესე ზომბები ვითვა, გადამწვარია ეს ჩემი მეუღლე და რამდენიმე დღის წინ საჩუქარი მიუტანე და აი სულ დაავიწყდა ის ნერვიულობა ის ყველაფერი. მოქმედებს ეგ რა. კი, აბა რა. ერთი კითხვაც უნდა დავსვა. ძალიან გენოცვა. კოტე საშუალება რო გქონდეს რას გადაიტანდი მე-11-მე-12 შუა საუკუნეებში აქედან და იქიდან რას გადმოიტანდი? აქედან გადავიტანდი იარაღს. რომ ამ საწყალ ქვეყანას ცოტა განა ებრძოდა. ეჩვენებინა რომ აი ამის გამო არ დაგინახოთ აქ მოსული თორე აი უყურე და ახარცა მოუღოც თუ გინდა მშვიდობა ემზადე ბრძოლით. აღარ დაწიდებოდა მეზარბაზნეები იმკაც. ხო, ზოგადად ეგ არის რა, ეხაც რო ის მცხონე ძალიან ბევრი შიში რაღაცა უნდა იყო კარგად შეიარაღებული ძლიერი და მორჩა, მე გეთქვი სიტყვა რომ არ დაგინახოთ ჩემი ზოში შემოსული, ხო და იქიდან გადმოვიტანდი ვინმე ექნებოდა რაღაც აი ლექსიკონის მაგვარი რა, ძველი სიტყვები მინდა ვიცოდე რა. ქართული ნაღდი ქართული სიტყვები ხო ერთი 5%-იც არ იქნება. 3% შეიძლება იყოს. ვიცი რომ მზე, წელიწადი ეგეთი რაღაცები არის ხო და აი იმ სიტყვების ნაკრები თუ ვინმეს ქონდა ვიღაცა მოიფიქრებდა ან ნახში დაწერდა რაღაცაზე ან ისე ჩაწერდა რა ქვია რა ვიცი თიხის იმაზე პერგამენტზე რაღაცაზე დაწერდა ალბათ რა ხო და იმას წამოიღდი რომ ახალი სიტყვები გადმომეტანა იცი რა მე ხაუდგები პროფესიულადაც ნეიმინგშიც გამოიყენებდი აი კომპანიებსო და არქვა ესეთი ხო აი კაი სახელები ძველი ქართული შეიძლება კაი გერაწყობებიც იყოს რა. ყველა ხა ბევრ თანხმოვნიანი კი არ იქნება ყველა. ხო, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივიც კაი ხმოვნიანებიც იქნება და ყურშიც კარგად ჟღერადიც. კი, ხო და მე მაგებს წამოვიღებდი გასულ. აქედან მიუტანდი იარაღს, რომ აჰა, თქვენ ერთხელ დაანახეთ იმას და შეგეშვებათ. წარმოიდგინეთ თურქ-სელჩუკები რომ მიდიან და შეულფრენ რო გადაუფრენ და არ გინდა ერთი ტყვი ამქვევი იქნება. კი წაიღეთ ერთხელ გაისროლე უბრალოდ და იტყვიან რომ აი მე ზებუნებრივი რა გაგანებებენ თავს მორჩა. მარტოს აქ სხვათა შორის ახალი თარგმანია ადრე არ იყო ამერიკელი იანკის მოგზაურობა მეფის კარზე ქვია თუ შუა საუკუნეებში ნუ ზუსტი სათაური ანუ იდეა როგორ არის იცი ტიპი რაღაცას აკეთებს მე-19 საუკუნის ბოლოა თავში რაღაც მოხდება გაითიშება და გაიგუძებს შუა საუკუნეების ინგლისში აღო დაცვია მე-19 საუკუნის ფორმა მე-20-ის დასაწყისი და დაიჭერენ სახარო შენ გიჟი ხარ ვიღაც მოგზაურობ და დაგწვათო იმიტომ რომ არ ჩვენ ენაზე არ ლაპარაკობო უნდა დაგწვათო და მართლა თქმელები რა იყვნენ ხო არა შესრულებლები არიან და მიყავთ უნდა დაეწვათ და ჩამოეხრჩოთ და ამან კარგად იცის კალენდარი და ინჟინერია და რაღაც ეგეთები და კალენდარს რო დახედა იცის რომ ზე უნდა დაბნელდეს რაღაცა ხო არ დამწვათო თორე შუქში დაგაბნელებთო ამათმა ოჰო რას დაგვაბნელებ და კარგიო და შეულოცა რაღაცა თქვა და ზე ჩაქრა და აუ ამ ზე ჩაქრო ჯადოქარი ყოფილა და მეფის კარზე გახდება წარჩინებული ტიპი ენით აუწერელი მაგარი იუმორი ოღონდ აი წმინდა ინგლისური იუმორს რასაც ეძახიან ოღონდ ამერიკულად გადატანილი საოცრად მაგარი წიგნია იქ მერე ტელეფონის სიმეებს გააკეთებს ქსელებს გაიყვანს რკინიგზას გაიყვანს მეფე მეორე კაცად აქცეს ძალიან მაგარი წიგნია ხანდა მე გამოფხიზდება და ის არის ხო დავსპოილერებ მაგრამ მარა ეგრია კი და წარმოიდგინე რა დაისვენებდა ქვეყანა ეგრე კაი შეიარაღებით აღმახმან ხანი რომ მოადგა რაღაც მეტეხის ხიდან და აქედან ხიდის აქეთად გახარდა და კარგად ახლოს მოდი აქედან დავიწყო და ესე გაუშვა თუ აქედან დავიწყო და მარტო ეგ არის მოსაფიქრებელი მეტი არაფერი დილება მარტო ეგ არის აი საიდან საით
აბსოლუტურად 10 კაცი სულ ეყოფოდა მთელ ლაშქარს. დანარჩენები უკვე წასულებიან და იმდეს ილაპარაკებენ შენზე არავინ არ ეგრევე წვდიდება ეგავი ერთ თვეში სულ ყველას. ისე სხვათა შეხ მეფე ახსენე და ერთ ბოლოსკენ ერთსაც დავსაუბრე. ვერას მითხრობ შეგაიგო. ხო ისო ბევრი წარმატებული მეფე იმიტომ იყო რომ დიპლომატიური უნარები ჰქონდათ შენი ნათქვამია და აზროვნდნენ გლობალურად. რა კუნთები რა 16 ფუტიანი ხმალი. მართლაც კრეატიული აზროვნება ჭირდება? ძალიან ჭირდება. კი, იმიტომ რომ მართველთან თავს იყრის ძალიან ბევრი ინიციატივა, ძალიან ბევრი იდეა, ძალიან ბევრი ტყუილი, ძალიან ბევრი რაღაცა კარგი რჩევა და უნდა კრეატიული ადამიანი ცნობს აი კარგი მეებს, სტარტერებს ცნობს, რა კარგ საწყისებს, რა რომ აი მანდ რაღაცა კარგი არის. თუნდაც სისულელეში ხო, მაგიტოა, სისულელე კი არა, მოხდეს კაცო იდეა ფიქსი კი არა გვაქვს უბრალოდ. სისულელე რა ვიღაცისთვის აი წეღან რომ განასახიერა ხო იცი აუ შენ რაღაცა მოიცე რა თქვი ეგეთი ხალხია რა ხო და იმას ჭირდა ვიღაცამ შეიძლება ძალიან თავდაბლად რაღაცა უთხრას რომ რა ვიცი მე ესე ვფიქრობ მაგრამ ამან თქვას რომ აი ეგ არის ყველაზე მაგარი მოიცავა კიდე მითხარი რას ფიქრობ ხო და რადგან იმასთან ყველაზე მეტი ინფორმაცია იყრის თავს ხო იმას უნდა კონდეს ყველაზე მეტი უნარი რომ შეაფასოს რომელია კაი როგორც აი თქვა კომპანიაში თუ კაი HR-ი არ არის თვითონ HR-ი არ არის კარგად იდეების ამბავში გავარჯიშებული და ყარათ არ დგას ხო ვერცხლის იდეებს ვერ ამჩნევს და ამასთან რომ თავს გინდა იდეების კონკურსი ჩაუტარე იქ რაც გინდა ჩაუტარე თუ ამან გაფიტრა ნაგავში გიყარა კაი სტარტერები და ინსაიტები ხო რა აზრი აქვს ხო და უნდა იყოს კრეატიული სხვა შორის ცხონებული გიორგი ოთხმეზურისგან გავიგე მე გამები სკოლაში მეგენი არ მისწავლია იგივე თქვა გორგასალზე, გორგასლის დიპლომატიაზე, არაფერი არავის არ უთქვას. მარტო მასწავლეს რომ რაღაცა ქონდა სასწაული ხმალი, რომელიც ალოგიკურია, იმიტომ რომ მე რომ ნახე რეკლამების ხმალი 904 გრამია წარმოიდგინე. და იქ არის მითია 16 კილოიან ხმალს ვერ იქნება ფაქტობრივად ბუნებრივად რა, აი ფიზიკურად როგორ და ბუნებრივი ის არის ხო? წარმოიდგინე მივხვდები თავად მაგას ხო და როგორი დიპლომატი იყო გავიგე ამ კაცის გამო სამ წიგზე მუშაობდით და კი სულ ვეუბნებდი ხო მე მწხვენია მეთქი რომ ხა რა გამოდის რომ ამ წიგზე მუშაობ კი კონსტრუქტორი ვიყავი ქაღალდის ინჟინერის ხრი მაგრამ მეც ახლა ვიგებ მეთქი ამებს და სიცხული ხო არა ვიცოდე ეს უკვე ავით მე-10 კლასში მე-12 კლასში ხო და არასწორად გვასწავლეს ძალიან ბევრი რაღაცა და იმიტომ რომ მე ვერ ვითვალისწინებთ რაღაცებს ხო და მაგარი დიპლომატი ყოფილა მოკლედ კუნთები იყო მეორე ხარისხოვანი რა ძალიან მაგარი კომბინაციებს აკეთებდა ეს ხო და როგორც მითხრა ტრენინგები ახსენეთ ბარემ ერთი კითხვას და თავარი რა არის ხოლმე რაც გინდათ რომ ბავშვებს მიაწოდოთ და რაც გინდათ რომ ბავშვმა დაიმახსოვრონ და წაიღონ იმ ტრენინგიდან პატარა რამდენი პოსტულატად რომ ჩამოგვიყალიბოთ ან როგორც არის მოკლედ რა თავარი სათქმელი რა გაქვთ ხოლმე ბავშვებისთვის პირველი ის რომ რადგან ასაკით პატარები არიან არავიზე ნაკლები გონება არ აქვთ და ხო მარტივი რაღაცა და ბევრიც არის ხოლმე ეს აღმოჩინა დიდებისთვისაც მეორე ის რომ უნდა შეცვალონ ყველაფერი რასაც საჭირო თლიანად შეცვალონ მოკლედ მანამდე უნდა ჯერ ისწავლონ კარგად ხო და როცა ეუბნები რომ შენ ვალდებულიც კი ხარ შეცვალო რაღაცები და გაუმჯობესო მოგგონიათ რომ რაც დახვდათ ეს უნდა იყოს. თუ ეგრე გვაქვს გამოწყობილი ჩვენს გარემო ხო და უნდა იცოდეს ეგეთი განწყობით უნდა გაიზარდოს რომ უნდა გააუმჯობესოს, შეცვალოს ყველაფერი. და ვეუბნებით რომ დასავლებული პროდუქტი არ არსებობს. ნახე შეცვალე ყველაფერი. თქვა მიხვედი საბავშვო ბაღში და დახვდა აწყობილი რაღაცა ლეგოთი ხო დაშლი და შენებურად აწყობი. ცხოვრებაში წებია რაღაცა სისტემა, რაღაცა აი თქვა ბენზინ გასამართ სადგურის მოწყობილობა არ მოგწონს, რომ მე მინდა რომ ბენზინი ესე ესხმეულდეს, ესე კი არა. როცა გაიზდები და შეიძლება რა ვიცი, კონდეს ეგეთი კომპანია, ან შენ იყო მენეჯერი, შეცვალე რა, ან კინოთეატრის მოწყობა, შაბლონი შეცვალე რაღაც. ეგ და მესამე აი ეს დამეგობრება, რა მხრივ აი ერთმანეთი კონკურენტებად კი არ აღიქონ, აი სამაგრო თამაშებზე ქონდა წეღან საუბარი. არის სამაგრო თამაშები, რომელიც არის კონკურენტული და არის თანამშრომლობით. აი როგორც თანამშრომლობით სამაგრო თამაში ისე წარმოედგინონ ეს ქვეყანა, რომ თუ ერთმანეთს კი არ ვეპაიქრებით და ეს იმის ხარჯზე კი არ ვიგებთ. პრობლემა არის და ჩვენ თამაშობთ ამ პრობლემის წინააღმდეგ. რა როგორც აი რასადროდის რაღაცა კითხვა და შენზე გამახსენდა კიდე ხო და ანუ თანამშრომლობითი თამაშია ამ ქვეყანაშიც რა ესე რომ შევხედოთ ხო შეიძლება ერთხელ მაინც რა
და მოდი ეს პრობლემა ყველას გვეხება და ეხლა მოდი აბა დავსხეთ და ხო და აი ეს რა ვიცი ეს სამი რაც ახლა მახსენდება ძალიან ბევრია. კიდე გააჩნია ხოლმე აი ბავშვები რომ მოდიან რომ გაიცნობ ხდები ინდივიდუალურად რა აქვს სამუშაო რა ზოგს რა და უფრო ინდივიდუალური მიდგომარი ხო მაგრამ ზოგადად ამას ვისურვებდი ამ სამს რა. სამი მართლა გაიქნება. და იცი მადლობა და გვეთყობა უცბად. კი. აუ ძალიან კარგი იყო. არაჩვეულებრივი. მადლობა ბატონო. მადლობა მასპინძლობისთვის, სტუმრობისთვის. მადლობა მოწვევისთვის, მადლობა. Sophie Powers თავისი გემრიელი ჩურჩხელებისთვის. გუჯანის ნაყინი მე უნდა ვთქვა. გუჯანის ნაყინი შედია დიდი მადლობა. აუ მართლა ამ სიცხეში ეს ჯოკერი ძალიან მაგარი და ის აქვს ვაფლის კონუსით აქვს აი ძალიან ახალია აი უგემრიელეს რამეა ძალიან გემრიელია და სპორტული მედიცინის ასოციაცია თავისი არაჩვეულებრივი ექიმები და არაჩვეულებრივი გუნდით თავის კარგი საქმით და საქმით რომელსაც აკეთებენ. კი ბატონო და მადლობა მაყურებელს რომელმაც გამოიწერა ჩვენი YouTube-ის არხი. აუცილებლად და გამოიწერა რო გიყურა იმისთვის საც მადლობა კარგით თუ გამოიწერეთ არაუშავს ყვალიყოს. არა და რამხელა мотиваცია და სტიმულია ჩვენთვის თქვენი გამოწერა რომ იცოდეთ ამდენს არ გალაპარაკეთ ყვალიყოს. დიდი მადლობა. ავადროებით დროებით ძალიან დიდი მადლობა.